ბატონო გიორგი, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოგესალმებით. და მინდა აუდიტორიას მიესალმოთ. რა თქმა უნდა, მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ვერ ვხედავთ, მთელი გული და სული თქვენთანაა. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მნიშვნელოვანი თემა მაქვს მთელი კვირის განმავლობაში ვასაუბრებდით სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს 90-იანების საქართველო, აფხაზეთის ომი. დავთვლი და მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა. თუ რამდენად სწორად გავიაზრეთ წარსულის პროცესები იმისთვის რომ დღევანდელმა თაობებმა მიხვდნენ რა შეცდომები აღარ უნდა გაიმეორონ და ეს მე მგონი რომ აუცილებელია და ხშირად უნდა ისმოდეს მსგავსი საუბრები პარალელების გასწავლებად სწორად რომ გაიგონ წარსული და იგივე შეცდომები არ იქნეს დაშვებული. უჩაი ეხლა დავიწყებ პირველი შეკითხვით. როდესაც თვალს ვადევნებთ 90-იანების თბილისს, უშუქობას, პურის რიგებს, იარაღს ქუჩებში, როგორ აღიქვამდა ამ ყველაფერს მაშინდელი სტუდენტი, რომელსაც ჯერ კიდევ ჟურნალისტის პროფესია არ გქონდათ. თქვენი თვალით დანახული რა იყო ის პერიოდი? ხო, მე საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი მაგ დროს 92-ში. ახალი დამთავრებული მქონდა სკოლა და იმ წელს გავხდი სტუდენტი საერთოდ, როდესაც ეს ომი დაიწყო. ანუ როცა გავიგე რომ გავხდი სტუდენტი და ჩავირიცხე უნივერსიტეტში, რამდენიმე დღეში დაიწყო ომი. ოღონდ იცით როგორი რეალობა იყო? არავის არ ქონდა იმის შეგრძნება რომ ეს იყო ომი. არც იმის შეგრძნება არ იყო რომ რაღაცა ომის პროცესისკენ მიდიოდა ქვეყანა, იმიტომ რომ აი ის რაც მოხდა ხო 14 აგვისტოს 92 წლის ეს ყველა იმდროინდელი საინფორმაციო საშუალებები როგორც გადმოსცემდნენ ქალაქშიც განწყობები როგორც იყო აი მას ვამბობ აღიქმებოდა როგორც მართლა რაღაცა ოპერაცია რომელიც უნდა მიმართული იყო იმისკენ რომ გაკონტროლებულიყო რკინიგზა იმიტომ რომ იქ რუსეთიდან რომ შემოდიოდა რკინიგზის ასე ვთქვათ ეშელონები სატვირთო რკინიგზა ხო სატვირთო მატარებლები ну ზოგი საქართველოში მოდიოდა ზოგი სომხეთში მიდიოდა ვთქვათ და უკვე ძალიან ბევრი პრობლემა იქნებოდა იმიტომ რომ სულ იმაზე იყო საუბარი რომ იქ ვიღაცამ დააყაჩაღა უკვე კრიმინალი ქვეყანაში იყო კატასტროფული მას შემდეგ რაც პუჩი მოხდა ჩვენს ქვეყანაში გადატრიალება და კანონიერი ხელისუფლების დამხობა იქიდან მოყოლებული ქვეყანა წალეკილი იყო კრიმინალით რა ბანდ ფორმირებები ავტომატიანი ხალხი ყოველფეხის ნაბიჯზე ну კატასტროფა იყო ქვეყანაში არ არსებობდა პრაქტიკულად არ არსებობდა ძალოვანი სტრუქტურები ну თუ არსებობდა ნომინალურად არსებობდა არაფრის გადაწყვეტა რეალურად მათ ქვეყანაში სტაბილურობისა და კრიმინალის აღკვეთის თვალსაზრისით არ შეეძლოთ ну არ ვიცი ეს იყო არანორმალურობა სრული განუკითხაობა ერთმანეთის ხოცვა ლეტვა შუა ქალაქში დაბაი მახსოვს მე და ჩემი მეგობარი მოვდიოდით უნივერსიტეტში მივდიოდით და ბაზალეთის ქუჩაზე ჩავდიოდით ვაკეში და გადავკვეთეთ უნდა გადაგვეკვეთა ფალიაშვილის ქუჩა და 10 თუ 12 მანქანა უცებ გაჩერდა თან ეპიცენტრში აღმოჩნდით არა მარტო ჩვენ კიდე უამრავი ხალხი და დაიწყეს ერთმანეთის მიმართულებით სროლა დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა ავტომატებით იარაღი სხვადასხვა საშუალება არ ვიცი ნუ რა ხდებოდა იქ ნუ ერთი რაც მოვასწარეთ ყველამ დავწექი და თავი ასფალტში ჩავდგეთ 20 წუთის მერე თავი რო ავწიეთ უამრავი დახოცილი უამრავი დაჭრილი რაღაც არანორმალურობა ხდებოდა ну ჩვენ თავიები ავწიეთ უკვე სასწრაფო და მილიცია სავსე იყო იქ მაგრამ ასეთი რამ ხდებოდა ყოველდღე და არა მარტო თბილისში არამედ ქვეყნის ყველა ქალაქში ხო ბანდ ფორმირებები მართავდნენ ქვეყანას ხო და ну ის რომ ეხა საქართველოს რკინიგზის თვალსაზრისით და მატარებლების თვალსაზრისით იყო პრობლემა ეს არავისაც არ გაკვირვებია და ყველამ იცოდა რომ ეხა ეს რეალობაა იმიტომ რომ მატარებლის ტვირთების გაქურდვა ეს ძალიან ასე თქვა ხელსაყრელი საქმე იქნებოდა ამ ბანდ ფორმირებებისთვის და ჩვენ გვიმტკიცებდა მაშინ იმდროინდელი ხელისუფლება რომ ეს ოპერაცია რომელიც უნდა ჩატარდეს ანუ უნდა შევიდნენ ქართველი ძალოვანები სამხედროები უნდა შევიდნენ იქ აფხაზეთის ტერიტორიაზე და იქ გააკონტროლონ ეს რკინიგზის მაგისტრალი ამას გვეუბნებოდნენ რომ ეს ყველაფერი შეთანხმებულია სოხუმთან ადგილობრივ ხელისუფლებასთან ყველა მიცის ყველას ერთი სული იმიტომ იმათაც აწუხებთ ეგ ამბავიო ანუ არავინ არ აღიქვამდა 1992 წლის 14 აგვისტოს არავინ არ აღიქვამდა ამ ყველაფერს როგორც ომის დასაწყისს
Ну, ჩვეულებრივი ოპერაცია უნდა ყოფილიყო, კრიმინალი გაეკონტროლებინათ. პირიქით, ყველა ამბობდა, რომ აქამდე ანუ ინფორმაციული ვაკუუმი იყო და რასაც თვითონ მოინდომებდნენ მხოლოდ იმას იგებდა საზოგადოება. სიმართლე გითხრათ, მე მაშინ არც შემდგომში არ დამჩენია იმის შთაბეჭდილება, რომ ხა იქ რკინიგზის გასაკონტროლებლად არ შესულან. უბრალოდ რა მოყვა იმას და რაც გადაიზარდა ომში, ეს ყველამ ერთად ვნახეთ უკვე, ხო? და თქვენ წარმოიდგინეთ, რა თქმა უნდა, საინფორმაციო ვაკუუმიც იყო, ერთადერთი ტელეარხი არსებობდა, რომელიც აშუქებდა, რა თქმა უნდა, ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რაც მოვიდოდა სახელმწიფო მეთაურის ადმინისტრაციიდან, ბუნებრივია. სხვათა შორის აქ მე არ დამავიწყდეს, მე 94-ში დავიწყე უკვე ტელევიზიაში მუშაობა პირველ არხზე, მოამბეში და მაშინ მაცნე ერქვა. და მაშინ წარმოიდგინეთ, კედელზე გვეკიდა ეგეთი ფურცელი. საოცრება იყო. ფურცელზე ეწერა თუ რომელი სიუჟეტები უნდა გასულიყო პირველი. ანუ რა თანმიმდევრობით უნდა გასულიყო სიუჟეტები მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. ტელევიზიის საკადრო პოლიტიკის ეს ნიუანსია საკადრო პოლიტიკას არ იყო, პირდაპირ ეწერა. პირველი სიუჟეტი უნდა გავიდეს სახელმწიფო მეთაურის შეხვედრები. მეორე იყო პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრები. მესამე იყო შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრები. მეოთხე სიუჟეტი უნდა გასულიყო რაღაცა იქ უშიშროების მინისტრის შეხვედრები, თავდაცვის მინისტრის შეხვედრები, სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრები და მოკლედ ბოლოში ძალიან ისე კრთალად იყო მიწერილი სპორტი. წარმოიდგინეთ, იქ ადგილი არჩებოდა არანაირი ნორმა რაღაცა ესეთი სიუჟეტისთვის და ასე შემდეგ. ძალიან დიდი ბრძოლები და ისენი იყო საჭირო, რომ იქ სადღაც ჩაგვეკვეხებინა რაიმე საინტერესო საზოგადოებისათვის რაღაცა მასალა. ამიტომ წარმოიდგინეთ, ეს იყო 94-ში და ხა რა იქნებოდა იქ სადღაც 92-ში, ხო? და 92-ში ეგეთი ვითარება იყო თვალსაჩინო რომ ტელევიზორში გვეუბნებოდა რომ ყველაფერი ნორმალურადაა, ყველაფერი შეთანხმებულია, ყველაფერი მშვიდათაა. ის რომ რამდენიმე დღეში თუ უფრო ადრე კიდე რა ვიცი მე აღარ მახსოვს ხა ესე ზუსტად როდესაც ამ შესულ ჩვენს ჯარებს იქიდან სროლა მოყვა თუ არ ვცდები აფხაზური მილიციის მხრიდან ესეც რაღაცნაირად თითქოს ისეთი საზოგადოებაში განწყობა იყო რომ ესეც აი კრიმინალთან ბრძოლის რაღაცა კონტექსტია იქ რა შეტაკება მოუვიდა რაღაცა აი ვებზვით კრიმინალებს იქ ვიღაც კრიმინალები დაგვიპირისპირდნენ იმიტომ რომ ზუსტი კონკრეტული და ესეთი ჯამოყალიბებული მკაფიო ინფორმაცია რა თქმა უნდა მაშინ ძალიან იშვიათი რამ იყო და აი კარგა ხანს სიმართლე გითხრათ კარგა ხანს ამ პროცესებს რაც მიდიოდა აფხაზეთში აქეთ თბილისში როგორც ომს არ აღიქვამდა საზოგადოება რომ თითქოს რაღაცა პრობლემის მოსაგვარებლად ვართ შესულები ისევ და ისევ და გვაქვს რაღაც შეტაკებები აი ამ ბანდფორმირებები მე ნელ-ნელა გავიგეთ რომ ეს ბანდფორმირებები კი არა აფხაზური მხარეა. ბატონო გიორგი, დაახლოებით რა დრო დასჭირდა საზოგადოებას იმისთვის რომ რეალისტურად აღეკვა რა ხდებოდა აფხაზეთში აი ეს ტრაგედია რეალურად აღეკვა და არა აი სადამდე იყო ეს რამდენ ხანს გაგრძელდა ეს პერიოდი ვაკუუმის პერიოდი. ალბათ 1-2 თვე. ალბათ არ მინდა ახლა ზუსტად რომ შემეშალოს დაახლოებით ვამბობ იმიტომ რომ რაღაც აი ამ 2 თვეში მოხდა მოკლედ მე ინფორმაციული გადაწყობაც პროცესებს ახლა უკვე მედიითაც და ტელევიზიაში დაერქვა შეერაღებული კონფლიქტი ნელ-ნელა ომი იქ გავიგეთ რომ ჩვენ ვებრძვით არა იქ ვიღაც კრიმინალებს რომელიც ებრძვიან თუ თავს ესხმიან მატარებლებს არამედ გვიპირისპირდება აფხაზური ბანდფორმირებები აფხაზური შენაერთები ზოგი იქ ადგილზე რაღაც მილიციიდან დაკომპლექტებული მე უცებ ნელ-ნელა გავიგეთ და ის ინფორმაციაც მოვიდა რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოვიდნენ გარკვეული დაქირავებული მებრძოლები და ზოგი დაქირავებული ზოგი საკუთარი სურვილით ჩეჩნები აქტიურობდნენ გავიგეთ რომ სომხური ბატალიონი შეიქმნა თურმე იქეთ აფხაზურ მხარეს ბაგრამიანის სახელობის და იყო მოკლედ ჩართული ამ პროცესში და კატასტროფა რომელიც გაგრაში მოხდა ამან ყველას თვალი აუხილა გაგრაში რაც მოხდა როდესაც გაგრა აი დახოცეს ქართველები და იყო სრული კატასტროფა ძალიან მძიმე იყო მაგ ყველაფერი მე აქ თბილისში დაიწყო ერთგვარი მობილიზაცია თქვათ ამას ვერ დავარქმევ მაგრამ აი მოხალისეების შეკრება
მე როგორ ყველა მივხვდით რომ თვითმობილიზება ხდებოდა მე როგორც ვატყობ კი, თვითმობილიზება ხდებოდა. ბევრი ახალგაზრდა წავიდა მაიდა ყოფილი დღევანდელი რედისონი ყოფილი ივერიის შენობაში ხდებოდა სხვადასხვა ადგილებზე ხდებოდა ეს თავშეყრა და იქ გაიცემოდა იარაღი აი ესე სპონტანურად ფორმირდებოდა რაღაცა ნაწილი ოცეული რაღაცა იქ ბატალიონი ხო გაჩნია რამდენი ადამიანი იყო და თავდაცვის სამინისტრო რაღაცნაირად ანაწილებდა ამ იარაღს აი რაღაც თვით ორგანიზებით ხდებოდა ნუ თუ რა თქმა უნდა მე საბოლოო ჯამში თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით საბოლოო ჯამში მაგრამ აი რაღაცა ესეთი მობილიზება და არიქა და მობილიზაცია და ყველანი ომში ეგეთი პროცესი მე არ მახსოვს სიმართლე გითხრათ უფრო ეს რაღაცნაირად მოხალისეური პროცესი იყო ხო და სულისკვეთების ნაწილი იყო საზოგადოების მხრიდან. სულისკვეთების ნაწილი იყო და ნელ-ნელა გავიგეთ რომ ჩვენ ვართ ომში. შოთაშორის ბიძაჩემი იბრძოდა ომში. ამირანი ამანიძე გაგარაში ცხოვრობდა ბიძაჩემი წლების განმავლობაში და ომსაც იქ შეხვდა და გაგრის ბატალიონში იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო და ხშირად უწევდა ხოლმე ჩამოსვლა. მახსოვს იქ ივერიაში რაღაცა საქმეებზე და ბატალიონის საქმეებზე მიდიოდა ხანი იარაღის თემა იყო ხან რაღაცა სხვა თემები რაღაცა და ერთიან ორი დღით ჩამოდიოდა ხოლმე მე ბრუნდებოდა და სულ ჩვენთან რჩებოდა ხოლმე რა მახსოვს და მისგან ძალიან ბევრ რამეს ვიგებდი ძალიან მიმდინარეობაზე პროცესებზე უფრო ზუსტად აი მისი მონაყოლიდან რეალურად ამეხილა თვალი და დავინახე რომ იქ მართლა ძალიან სერიოზული ამბავი ხდება და ძალიან სერიოზული ტრაგედია ხდება. და ის ძალიან მძიმე შემთხვევებსაც მიყვებოდა იქიდან ძირითადად იმასთან დაკავშირებით, როგორ მოღალატეობრივად იქცეოდა ძალიან ბევრი პოლიტიკოსი თბილისში, რომელიც ძალიან ბევრ პრობლემებს ქმნიდა საბოლოო ჯამში იქ ფრონტზე. რამდენი წააგე ბატონო გიორგი, როდესაც ვიაზრებთ ამ უდიდეს ტრაგედიას, საზოგადოებას ხშირად გვჭირს ეს მანკიერი მხარე, არ გვიყვარს ხოლმე შეცდომების აღიარება. და არ გვიყვარს რეალობასთან თვალის გასწორება. მე მესმის რომ ჩვენ მხარეს უდიდესი ტკივილი იყო, მაგრამ ტკივილი იყო იქით მხარესაც. ის მოღალატე ნაწილი, რომლებიც თუნდაც იმ პერიოდში პოლიტიკოსების სახით ქვეყანას ყავდა, ისინიც ჩვენი ქვეყნის ნაწილი არიან და ამის გააზრება ძალიან ბევრს უჭირს ხოლმე და ხშირად კრიტიკის ქარცეცხლში ვეხვევით ხოლმე მსგავსად, როცა ვაფიქსირებთ ამ პოზიციას, ხო? რა იყო, რა შეცდომებ თქვენი გადასახედიდან, მაშინ თქვენ სტუდენტი იყავით, მაგრამ ეხლა უკვე მედია პოლიტიკის ექსპერტი ხართ. წლების განმავლობაში, როდესაც აფხაზეთის ომის დაწყების თარიღი ახლოვდებოდა, ან ომის სოხუმის აღების თარიღი ახლოვდებოდა, დარწმუნებული ვარ, როგორც მე ვუზივარ ხოლმე დოკუმენტურებს და ვცდილობ ვისწავლო იმ დროის, რაც არსებობს მასალა იმის მიხედვით, რა იყო, დარწმუნებული ვარ, თქვენ წლების განმავლობაში გექნებათ ეს მასალები ნაქეთი, ხო? და ამიტომ ეხლა უფრო ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნიუანსის აღნიშვნა შეგეძლებათ და თქვენი დასკვნის თქმა თუ რა მოხდა იმ დროს პოლიტიკურად, იმიტომ რომ ეს არ იყო მხოლოდ ომი იარაღიან ადამიანებს შორის. ეს იყო პოლიტიკური პროცესი, რომელმაც აქამდე მიგვიყვანა, მერე უკვე ჩიხამდეც მიგვიყვანა და დავკარგეთ ამ ხელა ტერიტორია და ამდენი სისხლი დაიღვარა, ამდენი დევნილი დარჩა ქვეყანას, იძულებით გადაადგილებული პირები, ხო? ტოლვილი არ უნდა ერქვას, იმიტომ რომ შენსავე ქვეყანაშია, შენივე ტერიტორიიდან აყარეს და იძულებით გადაადგილებულია, ხო? რა პოლიტიკური შეცდომები იქნა მაგ დროისთვის დაშვებული თქვენი დღევანდელი გადასახედიდან უკვე ამდენ წლიანი გამოცდილებით? იცით, ნუ რაც არ უნდა დრო გავიდეს, ამ შეცდომებს უკვე დიდი ხანია თავისი სახელი ქვია და პრაქტიკულად ეხა ბევრი რამის გადაფასებაც უკვე აღარ მოხდება, იმიტომ რომ ის რაც დღევანდელი გადმოსახედიდან, კი არა, წესით მაშინდელი გადმოსახედიდანაც ეს ყველაფერი ძალიან კარგად უნდა გამოჩენილიყო. ძალიან ბევრმა ჩვენმა მაშინდელმა ხელმძღვანელმა პოლიტიკურმა ასე ვთქვათ ხელმძღვანელობამ და მთავრობამ რატომღაც ეს პერსპექტივები ვერ დაინახეს. ან არ დაინახეს. სიმართლე გითხრათ, ეხა ძალიან რთულია ამაზე მარჩიელობა, ვის რა კონკრეტული მერკანტილური ინტერესი შეიძლება ქონოდა ეხა იმ 92 წელს. მაგრამ ფაქტი ერთია. ის რომ საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში დაშლის პერიოდში აი ამ 88-91 წლებში საქართველო იყო ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთილი ლიდერი აი ამ ეროვნული მოძრაობისა მთელი საბჭოთა კავშირის განმავლობაში მასშტაბით ეს ფაქტია
ხო, გასაგებია რომ საბჭოთა კავშირი ბოლოს ბელოვეშში დაიშალა, ისე რომ მაგალითად თურქმენეთში და ყირგიზეთში ეგ საერთოდ არ გაუგიათ და რო გაიგვიძეს უცებ აღმოჩნდა რომ დამოუკიდებელი ქვეყნები არიან. მაგრამ ჩვენ ხო ეს არ ვიცოდით როგორ დაიშლებოდა ეს საბჭოთა კავშირი, ამიტომ ბოლომდე ვიბრძოდით ამ საბჭოთა კავშირის დასაშლელად, ვიბრძოდით კბილებით, ვიბრძოდით დღე-დაღამე ქუჩაში ყოფნით, ვიბრძოდით შეურიგებლად და ასე შემდეგ. ანუ მე თქმა მინდა, ის რომ საქართველოს იყო ამ ყველაფრის ავანგარდში, ძალიან ბევრი ხდებოდა მაშინ რომ ეს ყველაფერი იგივე რუსეთის მხრიდან არ დარჩებოდა გარკვეულწილად ასე მოდით რბილად რომ თქვა დაუსჯელი და ყურადღებოდ. ყველას ჰქონდა იმისი განცდა რომ რუსეთი ადრე თუ გვიან აუცილებლად მოახდენდა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში რაც ისეთი ნაბიჯების გადადგმას რომელიც დიდ პრობლემებს შეგვიქმნიდა. უმცროსად მაგრამ როგორი ფორმატით მოხდებოდა ეს ყველაფერი ახლა გამოკვეთილად რთული სათქმელი იყო, თუმცა აფხაზეთი რომ ერთ-ერთი დენთის კასრი იყო, ეს ყველამ კარგად იცოდა. 99 წლიდან 90 ჯერ თვითონ ვინც აფხაზეთში იყო ნამყოფი და იქ აფხაზების ქართველებთან მიმართებაში განწყობებს ადვენდა თვალს ეს პერსპექტივა ალბათ მაშინაც კარგად გააზრებული ექნებოდა. 99-ში უნივერსიტეტში მოხდა შეტაკება, გამოსვლები, ანტიქართული. მერე ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული, თუნდაც იგივე ეროვნული მოძრაობის დროს, როდესაც იქ ჩავატარეთ, მე არა, მაგრამ ქართველები ჩავატარეთ იქ შეისაქვია აქცია რუხში იყო ამასთან დაკავშირებით უკვე აქ ეროვნულ მოძრაობაში დაპირისპირებულებით რომ ბევრი ხდებოდა რომ ეს ყველაფერი საფრთხის მატარებელი იყო, მაინც ჩატარდა ერთმანეთის ჯინაზე იქცეოდნენ. მე ამ ყველაფერმა კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია ვიცოდით, რომ სერიოზული პრობლემა იქნებოდა აფხაზეთი მით უმეტეს რომ თუ იყო საშუალება. ცხინვალის რეგიონი უკვე პრაქტიკულად დაკარგული ჰქონდა. უკვე დაკარგული ჰქონდა და ვიცოდით რომ ანალოგიური სცენარის განხორციელების შანსი არსებობდა აფხაზეთში. და ვიცოდით რა რომ ამ ასეთი ანალოგიური სცენარის განხორციელების შანსი იყო, მაინც რატომღაც ბოლომდე არ იყო დარწმუნებული ქართული საზოგადოება რომ ამ პროცესებში ასე ძლიერად და ასე თქვა დიდი დოზით მოხდებოდა რუსეთის ჩარევა. იქ რუსული იარაღით, იქ რუსული ინსტრუქტორებით, იქ უამრავი ჩრდილოკავკასიელი მებრძოლით. ესეთი წარმოდგენა არავის არ ქონდა და ვერავინ ვერ წარმოიდგენდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მე კარგი 18 წლის თუ 17 წლის ბიჭი ვიყავი და შეიძლება და ბევრი რამე ისე ვერ წარმომედგინა, მაგრამ ხო არსებობდა სპეცსამსახურები, ხო არსებობდა დაზვერვის სამსახურები, ხო არსებობდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროების სამსახური. უნდა ცოდნოდა და დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად იცოდნენ ეს რა პერსპექტივასაც მოუტანდა ქვეყანას. ის რომ ამ პერიოდში აგენტურა იყო ჩვენს ქვეყანაში დიდი რაოდენობით და ვიხერხებდნენ ამ ყველაფერს, მაგრამ თუ იყო შანსი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ მაყურებლის კითხვა და ამ თემიდან არ მინდა რომ გადავიდეთ სხვაზე და ეს კითხვა გამორჩეს. თუ იყო შანსი შემდეგ ამ პროცესებიდან მშვიდად გამოსულიყავით და ქვეყანა ნაკლებად კივილით გამოსულიყო. იცით, გამომდინარე იქიდან რომ აი მაშინდელი განწყობებიდან გამომდინარე რო ვთქვა. ეხლა რა თქმა უნდა მე შემიძლია იმაზე საუბარი რომ დღევანდელი სახედიდან ესე ამდენი ცოდნის გათვალისწინებით რა ჩვენ დღეს ვიცით ხო თუნდაც ის რომ 91 წლის 21-26 დეკემბერს თუ არ ვშტები თუ 27-ში ასე უცებ შეიკრიბა 4 საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი და თუ რუსეთის იქ ყაზახეთის უკრაინის თუ არ ვშტები ბელარუსის პრეზიდენტები და დაშალეს საბჭოთა კავშირი. ეხლა ესეთი რამ რო ცოდნოდა ჩვენს ქვეყანაში ვინმეს ან საზოგადოებას ან წინასწარ გწოდნოდა ეგ ამბავი. რა თქმა უნდა, ალბათ ძალიან ბევრ შეცდომას აღარ დაუშვებდით და ძალიან ბევრ რადიკალურ ნაბიჯს აღარ გადავდგამდით და ძალიან მშვიდად და წყნარად დაველოდებოდით ამ ისტორიულ მოვლენას. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ ვიცოდით და ჩვენ ვიცოდით ის რომ უნდა გვეომა აი ამ მონსტრის წინააღმდეგ, რასაც ერქვა საბჭოთა კავშირი, რომელიც ჩვენს ქვეყანას თვითყოფადობას, იდენტობას და ზოგადად ეროვნულობას ასე თქვათ უზღუდავდა და უკეტავდა და არაძლევდა და უკარგავდა. ბუნებრივია ამისთვის უნდა გვებრძოლათ, სხვანაირად არ შეიძლებოდა. ამიტომაც ძალიან ბევრი შეცდომის თავიდან არიდებას ალბათ ვერ შევძლებდით. ჩვენ არ გქონდა იმის განწყობა,
და ეს იყო მთავარი, რომ საბჭოთა კავშირში ვიყავით ბედნიერები. არა, უბედურები ვიყავით საბჭოთა კავშირში. არ გვინდოდა საბჭოთა კავშირში ცხოვრება. იყო შუა აზიის ქვეყნები, რომლებიც თვლიდნენ, რომ საბჭოთა კავშირში ბედნიერები იყვნენ. და უნდათ იქ ცხოვრება და ძალიან გაუკვირდა და ძალიან სერიოზული პროტესტი ჰქონდათ, რომ რატო დაიშალა ეს საბჭოთა კავშირი. აი ხა იმათთვის რა თქმა უნდა ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა იმ თვალსაზრისით, რომ ერთი მიტინგი არ ჩაუტარებია და ერთი თქვი არ გავარდნილა, ისე დაიშალა საბჭოთა კავშირი. აღმოჩნდნენ უცებ მეორე დღეს 92 წლის იანვარში აღმოჩნდნენ უცებ დამოუკიდებელი ქვეყანა. ხო? ჩვენ ასე არ ცხოვრობთ. ჩვენ გვინდა ჩვენ ვთვლით რომ ვართ უბედურები, იმიტომ რომ ცხოვრობთ საბჭოთა კავშირში და ამიტომ ვიბრძოდით. რომ არ გვებრძოლა, რო არ გვეომა ამისათვის. ეროვნული მოძრაობა არ წამოგვეწყო, მე რა წამომეწყო, წამოიწყო და მე ერთ-ერთი ჯანჯიკი ვიყავი იმ პროცესში, რომელიც აქტიურად ვიდექი იმ მიტინგებზე და აქციებზე. ხო, ჩვენ რომ ეხა ეს ყველაფერი ჩვენ რომ ბედნიერები ყოფილიყავით, ამას არ გავაკეთებთ, მაგრამ ჩვენ უბედურები ვიყავით ქვეყანაში და ამიტომ ვიბრძოდით. მაგრამ ცოტა უფრო მეტი ჭკუა რო აი მაგას ვამბობდი ხა წინაზე. ცოტა უფრო მეტი დაკვირვება, ცოტა უფრო მეტი სიბრძნე, ცოტა უფრო მეტი პრაგმატულობა და ერთმანეთისათვის ყურადღების მიქცევა, ერთმანეთის ასე თქვათ აზრის გათვალისწინება. ჩვენ ხო ყველაფერში ერთმანეთის ხოცვა ჟლეტვაზე ვიყავით მაშინ გადასული. ვინმე რომ რაღაცა კარგს იტყო და 20 კაცი მაშინვე უნდა წამოხტარიყო და ჩაიგდო. სანამ გარემ მტერზე ვისაუბრებდეთ ამ სიტუაციაში უნდა ვაღიაროთ ისიც რომ ქართველი ქართველს ესროდა. ქართველი ქართველს ეკებდა. რა ხდებოდა ცხენის წყალზე, რა ხდებოდა ზუგდიდში, რუხის ტერიტორიაზე, თუნდაც სხვადასხვა სოფლებში იყო შეტაკებები ერთმანეთში ორი პოლიტიკური ძალის ინტერესების ბრძოლა მიდიოდა და ქართველი ქართველს წირავდა და ეს ჩვენი მოცემულობა და რეალობაა და ამას თავს ვერ ავარიდებთ ვერანაირად. ჩვენი შეცდომა. ეს არის სწორედ ის კატასტროფა, რომელმაც საბოლოო ჯამში დაგვაშვებინა ყველა ესეთი უზარმაზარი შეცდომა. არადა წარმოიდგინეთ, მე იდეალურად მახსოვს, ძალიან კარგად მახსოვს, მაშინ 16 წლის ბიჭი ვიყავი, ძალიან კარგად მახსოვს 9 აპრილი 99 წლის. თქვენ არიცით რა განწყობა იყო მაშინ. აი ეს იყო რაღაცა საოცრება. მე ეგეთი საქართველო აღარც მინახავს და რავი ოდესმე თუ ვნახავ ვერ წარმომიდგენია. ეს იყო აი სრულიად ერთ ხორცს და ერთ სულ გაერთიანებული ქვეყანა. აი ეს იყო რაღაცა აი ერთმანეთში შეზრდილი ადამიანები. აი როგორ გითხარით რა მაგალითები მოგიყვანოთ ახლა იმისა როგორ უყვარდა იმ პერიოდში ყველა ქართველს ყველა ქართველი. ან ჩემი თაობისთვის ცოტა რთულად ასახსნელი. აი თქვენ ვერ წარმოიდგენთ. ეხლა 99-ში ვარ ბატონო გიორგი დაბადებული და მე მას მსგავსი არ მინახავს. აი ეხლა წარმოიდგინე, აი რომ მახსენდება ის პერიოდი, ხანდახან ვფიქრობ ხოლმე რომ ხო არ ვაზვიადებ მე თვითონ ან მაგრამ არა, იმიტომ რომ ისეთი ემოცია იყო. აი მახსოვს უბრალოდ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდებოდა ქალაქში, ხო? ვიღაცას გაკრავდა რა, მიარტყამდა. გადმოვიდოდნენ. იმის მაგივრად რომ დაეწყოთ იმის გარჩევა რომ არიქა ვინ არის მართალი და ვინ ვის დაარტყა. გადაეხვეოდნენ ერთმანეთს. გადაკოცრიდნენ და მიდიოდნენ ისე რომ ან ერთად მიდიოდნენ მანქანების გასაკეთებლად. ან ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ მაშინვე რაღაცა პრობლემის მოსაგვარებლად. არ არსებობდა არავინ არსად არ ჩხუბობდა. წარმოიდგინეთ 99 წლის პერიოდში, აი 88 უფრო 88 წლის ბოლოდან, როდესაც ამ ეროვნული იდეის გარშემო მოხდა გაერთიანება საზოგადოების. აი მაშინ შეიქმნა რაღაცა ეს ერთ წლიანი თუ წელიწად ნახევრიანი ხო ალბათ. ალბათ ერთ წლიანი აი ეგეთი გარემო. რა თქმა უნდა ამას ყველაფერს უპირველეს ყოვლისა განსაზღვრავდა ეროვნული მოძრაობის იდეა და ეროვნული მოძრაობის ერთიანობა კიდე. ეროვნული მოძრაობის ლიდერების, იმიტომ რომ რაღაცა ყველაფერი ერთიანი იყო მაშინ. და ერთად იყვნენ ყველანი და აი არ გვესმოდა ჩვენ შიდა დაპირისპირებების შესახებ. ყველას ყველა უყვარდა 99 წლის 9 აპრილი იყო არანორმალურობა მაგ თვალსაზრისით ერთმანეთის სიყვარულის, ერთმანეთის პატივისცემის აი უკიდეგანო გამოვლინება. რა დაგმართეს ბატონო გიორგი ქართულ საზოგადოებას და რა მოიყვა თქვენი აზრით რაღაც ერთ წელში ძალიან მცირე დროში რა მოხდა ისეთი რა ძალებმა მოახერხეს აქ ხო გარე ძალების ჩარევა იყო ისე ვერ მოხერხდებოდა ასეთი სიყვარულის ფონი ურთიერთმტრობად და ორი ადამიანიც კი ვეღარ რიგდებოდა ესეთი სიტუაცია იყო და ქუჩაში ესვენენ მახსოვს რომ დარწმუნებული ვარ და მახსოვს ძალიან კარგად რომ ეს განწყობა
ნელ-ნელა გაქრა იმის პარალელურად, როგორ გაქრა ერთიანობა და რაღაც ერთმუშტად შეკრულობა ეროვნულ მოძრაობაში. ამან ძალიან სერიოზულად იმოქმედა. აი მახსოვს როგორ ზემოქმედება და როგორ ნელ-ნელა ნელ-ნელაც ვერ დაარქვევა მას საკმაოდ სწრაფად რამდენიმე თვეში. დახლიჩა საზოგადოება. ადამიანები ჯერ თავიდან ერთმანეთს იუმორით ეკითხებოდნენ. შენ ზვიდარასტი ხარო თუ პროჭანტურისტიო? აი ესე ნუ ხა იქ გასაგებია ხო? ხო და შესაბამისად ახლა იუმორით. ვითომ ისე? ნელ-ნელა სიხისტეში გადავიდა ეს ნელ-ნელა უცებ მე პირადად მერითი ვიგრძენი. უცებ ვიგრძენი, რომ მე ძალიან კარგი სამეგობრო მყავდა და ის სამეგობრო მყავს დღემდე, რომელიც ჩამოყალიბდა სადღაც აი მე-13 კლასში რო ვიყავით ბიჭები, აი იქიდან მოყოლებული ვინც ერთად ვიყავით, ისინი ვართ დღემდე, მადლობა ღმერთს. მე უცებ აღმოვაჩინე, რომ აი ამ ჩვენ სამეგობროშიც კი უკვე შეუძლებელი იყო სუფრაზე ბოლომდე დაჯდომა. და ბოლომდე ყოფნა, იმიტომ რომ აუცილებლად ბოლოს კონფლიქტი თავდებოდა. უცებ აღმოვაჩინეთ, რომ ერთი ჩემი მეგობარი არის, რომელიღაცა მიმართულების მომხრე, მეორე რომელიღაცა როესამე რომელიღაცა პოლიტიკურმა განწყობებმა ამ არჩევანში მე ჩამომიყალიბდა რაღაცა განწყობები და უცებ აღმოვაჩინე, რომ ეს პატარა ჩვენი სამეგობრო, რომელიც ვერ ახერხებდა უზარმაზარი ურთიერთსიყვარულის მიუხედავად ერთი საერთო აზრით რაღაცა ჩაეთავებინა რომელიმე ჩვენი მეგობრის დაბადების დღე მაგალითად ხო? აი ეს ყველაფერი განზოგადდა მთელ ქვეყანაზე. განზოგადდა ისეთი სისწრაფით, ისეთი არანორმალური სისწრაფით, რომ მე არ ვიცი პირდაპირ რა. ვიღაცა ამბობდა, რომ აი მერაბი რომ მოკლესო, მერაბ კოსტავას გარდაცვალების შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერიო. ნუ ვიღაცა ამბობდა, აი ესე კი რაღაც კონგრესი რო ჩაატარა ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ და გამოეყო და დაიწყო ასე თქვა რადიკალიზმის ეს ფორმატიო, მაშინ დაიწყო. ზოგი ამბობდა სიგუა და კიტოვანი რო გამოვიდნენ ხელისუფლებიდან და ოპოზიციაში გადავიდნენ მაგიო და ანუ აზრები ძალიან გაიყო საზოგადოებაში და ისე გაიყო, რომ აი უცებ ამხელა უზარმაზარი სიყვარულიდან 99 წლის 9 წელში რო იყო 99 წელში 90-ში აღმოვჩნდით საზოგადოება, რომელიც ვეღარ ვიტანდით ერთმანეთს. ბატონო გიორგი, მაგ პერიოდის საქართველოსთან აი მე რამეს გაგახსენე. იყავით გემხსოვრებად, იყო უბნების საძმოები, ვერის საძმო, იარაღით ქუჩაში მორბენალ საძმოებზე მე აქვს საუბარი და 99% დღეს ცოცხლებიც აღარ არიან. ყველა უბანს თავთავისი საძმო დაჯგუფებები ჰქონდა და ერთმანეთთან მიდიოდა შეტაკებები უბნების. ალბათ ეს პერიოდიც გემახსოვრებათ, მე მაქამდე მივიდა საქმე უკვე ეს პირადი პატარ-პატარა სამეგობროების დაპირისპირებები დიდ შუღლთან მივიდა უკვე. კი, ეს უკვე ეს პროცესი დაიწყო უკვე როგორც კი მოხდა პუჩი. იმიტომ რომ ანუ მანამდე კი იყო ეს დაპირისპირება ერთმანეთთან საზოგადოების და რაღაცა ესეთი კონფლიქტი პოლიტიკური დებატების ფორმატში, ასე ვთქვათ რა. მწვავე კონფლიქტი, მაგრამ ისეთი რაღაცა უფრო დებატების ფორმატი ქონდა ამას. და როგორც კი და თურმე მე საიდან უნდა მწოდოდა მაშინ, მაგრამ თურმე ამ დროს ხდება იარაღით ახალგაზრდების დატენვა, საზოგადოების აი შემოდის და შემოდის იარაღი. რასაც მე ვერ წარმოვიდგინეთ, რომ მე ვერ ხედავდი ამას. მე წარმოვიდგინეთ, ნუ ამასთანავე წამალით შემოდიოდა, რითაც თაობები გააქვს. მე ხა თაწმინდაზე დავიბადე, გავიზარდე არსენას ქუჩაზე და სახში რომ მივსულიყავი, ან სახლიდან წამოსულიყავი მაგალითად, ან სკოლაში ვერაზე და ან უნივერსიტეტში, შემდგომ ხო? უნდა გამომევლო ჯერ ნუ აი წარმოვიდგინეთ სახში მივდივარ რუსთაველის მეტროდან მოყოლებული ხო ფეხით რა თქმა უნდა ტროლეიბუსში ვინ ჩაეტეოდა ყველანი ტროლეიბუსზე ისხდე ნივსეირნო ფეხით ჯერ უნდა გამევლო ეროვნულ დამოუკიდებლობის პარტიის მიტინგის ტერიტორია სადაც ბარიკადებით იმელი შენობასთან ჩახერგილი ჰქონდათ და ატარებდნენ თავიანთ მიტინგს რომელიც ლანძღავდა იქეთ ქვევით მიტინგებს მერე უნდა გამევლო ეროვნულ დემოკრატიული პარტიის მიტინგი მათი ოფისის წინ გადახერგილი ბარიკადებით.
მერე უნდა გამევლო უკვე ხელისუფლების მიტინგი მთავრობის სასახლესთან და იქ ავსულიყავი მოკლედ სახში. ასევე უნდა გამომევლო უკან კიდე გზა და წარმოიდგინეთ, ანუ ჩემი ძირითადად ახლა ამ პროცესში ჩართულობა უკავშირდებოდა ამ მიტინგებზე სვლას და იმის გარკვევას, რომ მოკლედ ვინ უფრო ეროვნული არის და ვინ უფრო სწორს ამბობს ამ შემთხვევაში ქვეყნისთვის და აი ამასე იხარჯებოდა ჩემი აზროვნება მაჯინდა. მაგრამ ამ დროს თურმე ხდება იარაღით მომარაგება მთელი საზოგადოების და განსაკუთრებით ახალგაზრდების. აი მანდ დაიწყო იდეაში ბანდფორმირებების ჩამოყალიბება. პირველი ბანდფორმირების ჩამოყალიბება დაიწყო იდეაში აი ამ ურთიერთდაპირისპირებული მიტინგების დროს. ხო და შიდა აი და სამოქალაქო დაპირისპირებაც კი მაშინ დაიწყო, წარმოიდგინეთ. როგორაც არ უნდა იყოს შეცდომად მიმაჩნია დღემდე ხელისუფლების მხრიდან რაიონებიდან საზოგადოების დიდი ნაწილის ჩამოყვანა მაშინ თავისუფლების პარლამენტის წინ და ხელისუფლების დასაცავად რაიონებიდან ჩამოყვანილი ამ შემთხვევაში უფრო დასავლეთ საქართველოსთან ჩამოყვანილი მიტინგების მეშვეობით აქციების ჩატარება რაღაცნაირად ამ საბოლოო ჯამში ცუდი ძალიან ცუდი განწყობა შექმნა მე ძალიან ხშირად ღამეც ვიყავი ხოლმე ამ აქციებზე დღისითაც და ხედავდი როგორ პერსონალურ და პირად დაპირისპირებაში გადადიოდა თბილისელებსა და რაიონებიდან ჩამოსულ ადამიანებს შორის აი ეს მიტინგები. ეს იყო საშინელი სანახავი. ერთის მხრიდანაც და მეორეს მხრიდანაც. ერთნი რო იყვნენ უფრო მეტნი, როგორ ჩაგრავდნენ ვიღაცას ვინც უფრო ნაკლები იყო და მეორე დღეს ესენი რო იყვნენ უფრო მეტნი და როგორ ჩაგრავდნენ იქ იმათ თუ იმეს გამოიჭერდნენ. ეს იყო საშინელი სანახავი, საშინელი საყურებელი. ისეთი სიზღი დამკვიდრდა უკვე საზოგადოებაში ერთმანეთის მიმართ, რომ აი არ ნახული. და უცებ და ну რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ის რომ აი ესეთი ურთიერთსიყვარულში მცხოვრები ერი პრაქტიკულად დაუმარცხებელი იყო და პრაქტიკულად გაუტეხელი იყო ასე ერთმუშტად შეკრული ერი. ეხლა ვინ და ახლა ამ შემთხვევაში ჩვენი მტრის სპეცსამსახურები და ასე შემდეგ აგენტურა ამას ძალიან კარგად ხედავდა და ისიც ძალიან კარგად იცოდნენ რომ აი ეს ერთობა უნდა დაენგრიათ და საზოგადოებაში ამ ერთობას ვერ დაანგრევდნენ რომ არ დაეხლიჩათ პოლიტიკურ ინტერესებად აი ეს ხალხი და დახლიჩეს კიდევაც როგორც კი დაიწყო შიდა დაპირისპირება ეროვნულ მოძრაობაში გაიყო ეროვნული მოძრაობაც აი ამდენ ნაწილად და დაიწყეს უკვე ერთმანეთის ზიზღი უბედურება და მივედით ამ გადატრიალებამდე მივედით პუჩამდე, ხო? მივედით ამ სამხედრო რაღაცა უბედურებამდე თბილისში, რაც 90 წლის 10 წლის, ხო? დეკემბერში. 91 წლის დეკემბერში, ხო, 91 წლის დეკემბერში 22-ში დაიწყო და 92 წლის 7 იანვარს 6 იანვარს დამთავრდა. ну მოკლედ, პრობლემაში არის, ხო ბატონო გიორგი? ხო, 91-ში. 91 წლის დეკემბერში დაიწყო ეგ ამბავი. კი ბატონო, ნამდვილად. 91 წლის დეკემბერში. კი, 22 დეკემბერს. და წარმოიდგინეთ, რომ აი მაშინ უცებ აღმოჩნდა, რომ სავსეა მთელი თბილისი იარაღით. ну გასაგებია თბილისში არსებობდა ეს ზაკავკასკი ვაენი ოკრუგი, ზაკო, რომელშიც იყო უამრავი იარაღი. ვინც არ უნდა მისულიყო იქ? თავრობის წარმომადგენელი იყო თუ ოპოზიციის წარმომადგენელი, დიდი სიამოვნებით, უზარმაზარი რაოდენობით, განუსაზღვრელი რაოდენობით აძლევდნენ იარაღს. ოღონდ ერთმანეთი გვეხოცა. და ასეც მოხდა, გადავხოცეთ ერთმანეთი, დავანგრიეთ ყველაფერი, დავამკვიდრეთ საშინელი უსამართლობა, ჩამოვაგდეთ კანონიერი ხელისუფლება, რომელსაც 80% ჰქონდა რეიტინგი. 80% ჰქონდა რეიტინგი, მხარდაჭერა. ну ალბათ მაშინ ახლა ხელისუფლებასაც რაღაც გამოცდილება რო ქონოდა, მეტი მაინც ჩვენ საერთოდ გამოცდილება არ ქონდა არ დამოუკიდებად არსებობის არაფრის. დღესაც კი ძალიან დიდი ასე თქვათ ბევრი რამ გვაქვს კიდე სასწაული. მაგ თვალსაჩინო მიუხედავად იმისა, რომ 36 წელია ხო, 35 წელია დამოუკიდებლები ვარ, ზოგადად ახლა ეს სახელმწიფოსათვის ზღვაში. ну ბატონო გიორგი, ზუსტად ამას ემსახურება ამ თემებზე ხშირი საუბარი ჩემი მხრიდან, რომ სწორად იქნას გააზრებული იმ პერიოდის ამბები, რა იყო, იმიტომ რომ დღესაც ხო ხედავთ, რომ არ გვაქვს გააზრებული ზოგ დამოუკიდებლობა საერთოდ სხვა რა მგონია და ვერ აღიქოს რეალობაში რა არის დამოუკიდებლობა და იგივე შეცდომები რო არ გაიმეორონ თაობებმა
პატარა თაობებს ჭირდება ეს ცოდნა და ამიტომ ჭირდება ხოლმე ეს საუბარი და აუცილებელიც არის ჩემი აზრით. რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად გეთახმები. თქო, იმიტომ რომ წარმოიდგინე მარტო რამხელა პრობლემა არის ის რომ ჩვენ როდესაც პატარები ვიყავით და ამ ომს რომ შევესწარით და ამ უბედურებას ამ ომზე მინდა კიდე ორი სიტყვით თქვა რომ წარმოიდგინე ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ყველა დარწმუნებული იყო რომ ამ ომს ვიგებდით და აუცილებლად მოვიგებდით. ვერავინ ვერ წარმოვიდგენდით რომ ამ ომს ჩვენ ვერ მოვიგებდით. ეს კი ომი რაღაცნაირად თბილისს არ ეხებოდა უშუალოდ აღარაფერი არ იბომბებოდა და ტყვეები არ ზუზუნებდა ამ ომის დროს. თუმცა ის კრიმინალური ვითარება, რომელიც მაგ პერიოდში და თბილისში იყო, არ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ აქ ვინმე მშვიდად ყოფილიყო. ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტვაში იყო გადასული მთელი ეს რაღაცა ბანდები, საძმოები, რაღაცა უბედურები. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიყავით დარწმუნებულები, რომ ომს ვიგებდით. და მხოლოდ სექტემბერში უკვე მომავალი, ანუ 93 წლის სექტემბერში, რაღაცა შეთანხმება შედგა, ომი შეჩერდა, უცებ წამის ერთ დღეში მოხდა ეს ყველაფერი, რაღაცა ხოპ ომი გაჩერდა. რაღაცა შეთანხმებას შევთანხმდით და 1 სექტემბერს ბავშვები სკოლაში წავიდნენ სოხუმში მახსოვს. და თითქოს და ყველაფერი დამთავრდა. ბევრი კითხულობდა, რომ საერთოდ რა საჭირო იყო ეს სისულელე, თუ ყველაფერი მაინც ესე მშვიდად და წნარად დამთავრებული იყო და მადლობა ღმერთს, რომ დამთავრდა და რა ტყუილა ვიომეთ ეს ერთი წელი და ასე შემდეგ და რა ტყუილა დაიღუპა ეს ხალხი და ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა და ნეტა ასევე მოხდა. აი ესე რაღაცნაირად თითქოს ყველაფერი დამშვიდა, დაწნარდა ყველაფერი. უცებ ყველაფერი შემოტრიალდა, უცებ აღმოჩნდა რომ მოგვატყუეს, აღმოჩნდა რომ თანამდა სამშვიდობო ასე ვთქვათ პერიოდის დროს ჩვენმა ჯარებმა რაღაც გარკვეული პოზიციები დატოვეს, უკან დაიწიეს, რაღაც გაათავისუფლეს. მოკლედ და უცებ აღმოჩნდა რაღაც ერთ კვირაში თუ 10 დღეში დაუკარგეთ შემდეგ სოხუმი. და აი მაგრამ წარმოიდგინე მთელი 90-იანი წლების განმავლობაში თითოეული ქართველი დარწმუნებული იყო რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე თვეების საქმეა აფხაზეთის დაბრუნება. არავის არ ქონდა იმის გააზრება, რომ ეს ყველაფერი შეიძლება რაღაცა დროში გაჭიმულიყო. მთელი 90-იანი წლების განმავლობაში ჩვენ ცხოვრობდით ამ ილუზიაში, რომ ეს ყველაფერი, აი რაღაცა გაუგებრობა მოხდა რაღაცა, თორე ეხა ისე როგორ უნდა მომხდარიყო და კი ბევრი იაზრებდა უკვე იმას, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდით, თუნდაც იმიტომ, რომ აღმოჩნდით იმ რეალობის წინაშე, რომ რუსეთმა პრაქტიკულად ჩვენს თავზე დამოკლეს მახვილი დაკიდა აფხაზეთის და ცხინვალის სახით. რაღაც გარკვეული ნაბიჯები ჩვენმა ქვეყანამ ასე მარტივად ვერ გადადგას, მაგრამ ჩვენი საქართველები ვართ, ჩვენ ხო ვართ მაქსიმალისტები. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ გულზე ჯიღი ვიცეთ და ვთქვათ, რომ რას ლაპარაკობ. არა, მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც უნდა ვიომოთ. მაინც უნდა გამოვიყენოთ რაღაცა შანსები, იქ ხან უკრაინაში ვეომოთ რუსებს, ხან საქართველოში ვეომოთ, ხა როგორც დანილოვი გვეუბნებოდა წადით გაისეირნეთო, ხო, აფხაზეთში ერთი კაი ბიჭები ხართო და მიდითო და რა გიჭირთო, კაცო, თქვენ ციომეთო, ჩვენ ციომებთო და ერთად რაღაცას გავხდებით. ანუ ვინც არ იცის ეს ყველაფერი, როგორ გადაიტანა, რა გადაიტანა ამ ქვეყანამ. და წარმოიდგინე, ყველაზე დიდი და უბედურება, ყველაზე დიდი პრობლემა საბოლოო ჯამში ის აღმოჩნდა, რომ ჩვენ საკუთარი ქვეყანა აი ამ ომებით, შიდა ომებით, პუჩით დაწყებული, მერე სამოქალაქო ომი, მერე აფხაზეთის ომი, მერე კიდე გაგრძელება ამ უბედურების, სადღაც 95 წლის ბოლომდე ამ შიდა დაპირისპირების და ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტვის პროცესში ქვეყანა ვისროლეთ ერთი 10 წლით უკან. 10 წლით ჩამოვრჩით მთელ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს. უპირველეს ყოვლისა, თქო და ბალტიის ქვეყნებს, რომლებიც მაშინ იმას გვაჩვენებდნენ, რა ქვია, ერთიანობის არნახულ დემონსტრირებას ახდენდნენ, სამ რესპუბლიკამ ასე ხელი ჩაჭიდა ერთმანეს და ავიცი მრავალ 100 კილომეტრზე სამმა ქვეყანამ ერთმანეთის გვერდში არა თუ ქვეყნის შიგნით, არამედ სამმა სხვადასხვა ქვეყანამ, კი რა თქმა უნდა ერთი შინაარსის ქვეყნებმა, მაგრამ მაინც სხვა ჩვენ ქვეყნის შიგნით ვერ მოვახერხეთ საზოგადოების კონსოლიდაციის შიგნით ვერ მოვახერხეთ და გადავისროლეთ არ ყოფილი 10 წლით შეიძლება მეტითაც არ ვიცი, მაგრამ მინიმუმ 10 წლით რო ვისროლეთ ქვეყანა უკან, ეს ვიცი და ამიტომაც სულ ვცდილობ ხოლმე რა მე მაგალითად პატარა რო ვიყავი, სულ მეუბნებოდა რომ იცი რა, შვილო თქვენ ომი არ გინახავთ, აი 40-იან ბებიაჩემი მიყვებოდა, ბაბუაჩემი მიყვებოდა, აი რა მეორე მსოფლიო ომი, შიმშილი, უბედურება, უშუქობა, უგაზობა, უწყლობა, უყოლაფრობა. და 80-იან წლებში რომ ამას ყველაფერს მიყვებოდნენ, მე ხე ცალკბად ასე უსმენ
მენდი რომ ნუ ახლა იხსენებს ახლა ბაბუა და ბებია თავის წარსულს მაგრამ ნუ ეს ხო ახლა ვერც მარტივი მოსასმენი იყო. იმდენად იმიტომაც უსმენდი ამ ყველაფერს რაღაცა საინტერესო ისტორიების და ამბების ამბავში მაგრამ არანაირად იმის გააზრება არ მქონდა რომ ეს ყველაფერი მე უნდა გავიაზრო რომ ეს ყველაფერი ჩემს ქვეყანაში აღარ დაუშვა ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი მაშინ ხო და ამას ყველაფერს უყურებდი როგორც რაღაცა ძველ ისტორიებს ზღაპრებივით როდესაც ამ ყველაფრის წინაშე აღმოჩნდით და როდესაც გავიარეთ აი ჩემმა თაობამ ჩემზე უფროსებმა ხო თავისთავად ხო და ჩემზე ცოტათი უმცროსებმაც კიდე უფრო უმცროსებს არ ახსოვთ ალბათ რა ეს ყველაფერი ეხლა ვინც ეხლა 80-იანების ბოლოსკენ დაიბადა შესავით ხო მთელი ის პერიოდი მაინც ეხლა ისე ნაკლებად ალბათ კი გახსოვს ეხლა შოქი რო არ იყო სახში და პრობლემა რო იყო არა ჩემთვის ის მოცემულობა იყო ეკონომიკური კრიზისი სამეზობლოს უჭირდა ყველას უჭირდა იგივე ერთმანეთს მაკუსაწვიდნენ დემინაცია ეს ყველაფერი იყო ჩემს ზურგზე გადასული ყველაფერი და ჩემი თაობა ერასინკაც კი მახსოვს ბატონო გიორგი თქვენ კი ასაპარაგებ 93-ში რომ ჩავძვერით ყველა სარდაფებში და დავიწყეთ კერასინკების ძებნა როგორ არ მახსოვს ვინ რა კერასინკა იპოვა 70-იანი წლების და ვინ 60-იანი წლების და ასე შემდეგ ძალიან ის ბიდონები მახსოვს და თან წარმოიდგინე პირველი ერთი წელი თუ წელი ხო დაახლოებით ერთი წელია 93 წელი იყო სრული კატასტროფა იმიტომ რომ არ არსებობდა სადაც წახვიდოდი და მაგალითად კერასინკას იყიდი ეს 94-ში გამოჩნდა უკვე თურქული მწვანე კერასინკები რო შემოვიდა პირველად მახსოვს 10 ლარი ყიდა 10 ლარი სასწაული ფული იყო მაშინ და 10 ლარი ღირდა ეს კერასინკა 25 ლარი ღირდა ტურბოები წითლები ჯერეს უნდა გეშოვა რომ გეყიდა მე ნავთი უნდა გეყიდა და მე ამით ფიცილების გამოცვლა კიდე ცალკე კოშმარი იყო აბარა წარმოიდგინე მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა იყო მანამდე ანუ სანამ ეს ყველაფერი გამოჩნდებოდა სად რაიმეთი ხო უნდა გამთბარიყავი რაიმეთი ხო უნდა გეკეთებინა საჭმელი ამიტომ ელემენტარულად მე პირადად მახსოვს რომ მაშინ მახსოვს ბაბუა ჩემის ბიძაშვილმა მოგვიტანა სახში მე და დედა ჩემს მოგვიტანა ესეთი თუჯის დიდი ქურა ანუ ეს ბურჟუიკას ნახშირის რომ იყო ოღონდ ნახშირის აღმოჩნდა ეს და არა შეშის და ნახშირის გახურება ნახშირის თუჯის მის გახურება რა ქვია ამ ღუმელის ძალიან ძვირი სიამოვნება იყო შეშაც არ არსებობდა ასე მარტივად წახვიდოდი და შეშას იყიდი სადმე ძალიან ხოთვაჟნეტვა იყო შეშა თუ სადმე გამოჩნდებოდა ვიმე თუ მანქანიდან ყიდდა ხომ გახსოვთ ბატონო გიორგი თბილისში ქალაქის ცენტრალურ უბნებშიც კი ღუმელის იმას გამოშვერილი ისინი რო იყო ხოლმე ტრუბას რო ეძახდნენ და შეშის ფეჩი ენთო ჩვეულებრივ ქალაქის ცენტრალურ უბნებში ყველა ოჯახს თითქმის ფეჩი ენთო ღუმელი წარმოიდგინე მე მახსოვს მე და ჩემი კლასელები წავედით ყველას ხო რაღაცა ეგეთი ღუმელები გვედგა სახში და ესეთი გაყოფილი ფანჯარაში მილები და წავედით და თბილისის ომის დროს მთაწმინდაზე უამრავი სახლი დაიწვა ესი ტრანსირი ტყვიებით ისროდნენ ეს ცეცხლმოკიდებული ტყვიები აქ კალაშნიკოვს ეგეთი და თუ მოხდებოდა იქ ხის ფასადს ან ძველ დაძველებულ რაღაცა გამომშრალ ხის ძელს რომელზეც ახურავი იყო ის ძალიან ადვილად ალდებოდა და იწოდა და ახსოვს თელი ამ ომის დროს მე და ჩემი მეგობრები დავრბოდით და ხან რომელ სახს ვაქროვდით ხან ვერ ვაქროვდით ხან ვაქროვდით ხან ვერეოდით ხან ვერეოდით და ჩემი სახლის წინაც კი მთაწმინდაზე დიდი 4 სართულიანი სახლი დაიწვა და ავიღეთ მოკლედ რაღაც ეგეთი ჩაკუჩები ზუბილები რაღაცები და წავედით და დამწვა რამ ფანჯრის რაფებს ხსნიდით ამ სახლებს მე ხერხავდით და შეშად ვიყენებდით და ამ დამწვარ და ჩანგრეულ სახლებში დავძრებოდით და თუ სადმე არ იყო დამწვარი ხის პარკეტის ნაწილი თუ იყო დარჩენილი ამას რომელიც არ იყო დამწვარი ხო აი მას ვაგროვებდით და ის მოქონდა ეს იყო გამომშრალი გამომხმარი ხე ბუნებრივია რომელიც წამში იწვებოდა ძალიან მოუხერხებელი შეშა იყო შეშანედლი უნდა იყოს რომ კარგად იწვოდეს წარმოიდგინე ეს კიდე მოკლედ გამომშრალი გამოფშიკინებული ხეები იყო მაგრამ რა გვექნა იმ ამითი ცხოვრობდით პრაქტიკულად ერთი 9 თვე მე წარმოიდგინე მახსოვს რომ დედაჩემი ჩამაცმევდა 2 სპორტულს ზევიდან 2
შალის სვიტრს, სკელს, ქუდს ვიხურავდი, კიდე რაღაცა პლაში ვიქონდა, ასე მაწვენდა საწოლში ღამე, ზამთარში. და რასაკეთებდა ჩვენი სახლიც ახლა ძველი ამ საწმინდაზე და ბევრია იქ ძველი ქართული აგურებს რო ვეძახდით, ეგეთი ოთხკუთხედი აგურები როა. ხო და ამ აგურს აიღებდა, გააცხელებდა ცეცხლზე. წარმოიდგინე, რეები მახსოვს. გააცხელებდა ცეცხლზე და შეახვევდა რაიმე სკელ შალის ან სპორტულში ან რაღაცა ნაჭერში. და ამას მიდებდა საწოლში. იმიტომ რომ დიდხანს ინახავდა ეს აგური სიცხეს. მოკლედ დავდიოდი თუ დაზურჯებული ფეხები მქონდა ამ აგურზე ნაბრახუნები ღამე. ხო, ყველაფერი დამწვარი იყო სახში და ეს ზუსტად ანეკდოტი რო არის. ჭიჭიკიას რო ეკითხებიან როგორ ხარო იმ პერიოდის ანეკდოტი. როგორ ვარო და მკვდარივითო. ესო როგორ არისო და რანაირადო ჩაცმულს მძინავს და თავთან სამდელი მინდიაო და სხვას რა სხვა რამეს რა ქვია ეხლა მოკლედ სიკვდილიო და ასე ვკვდარივითო. აი ესე ვიყავით 94 წლამდე. მერე კერასინკა გამოჩნდა, კერასინკამ ცოტა. მოდი კერასინკაზე გადავედით და 94 წელთან მოვედით. ამდენის ნახვის შემდეგ მე ხა უკვე სხვა რაღაც მაინტერესებს, როგორც ჟურნალისტ ბავშვობიდან, ჩემი ბავშვობიდან თვალს გარდევდებთ და ამიტომ რადგან ამ პროცესებზე ვსაუბრობთ და თქვენ თქვით რომ 94-ში დაიწყეთ როგორც ჟურნალისტმა მოღვაწეობა, მინდა კითხოთ ესე. ამ პროცესებმა რა გავლენა იქონია თქვენს გადაწყვეტილებაზე, როგორც ჟურნალისტზე? აი, ჟურნალისტად თქვენს ჩამოყალიბებაში რა როლი ითამაშა ამ პრაქტიკამ, რაც ამ წლებში გამოიარეთ და რა სტუდენტობისას თქვენი თვალით ნახეთ? ხო. იცი, ჩემი, ასე ვთქვათ, გაჟურნალისტება ცოტა კურიოზული მომენტი იყო. მე ჟურნალისტობა საერთოდ არც ვფიქრობდი. მე ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩავაბარე, თეოლოგიის სპეციალობით ვსწავლობდი, გადართული ვიყავი ძირითადად ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვიჯექი და ხან შუა საუკუნეების ფილოსოფიას ვსწავლობდი და ხან თეოლოგიას და სად იყო ეს წიგნები, მარტო ეროვნულ ბიბლიოთეკაში იყო ეს წიგნები. მაშინ ინტერნეტი არ არსებობდა და არაფერი და ვერცი შოვიდი ამ წიგნს, მარტო ეროვნულ ბიბლიოთეკაში თუ მიიღებდი განათლებას და ვცხოვრობდით იმ ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ანუ სიდიაში მე მაგისტრის ჟურნალისტიკაზე მაშინ არ მიფიქრია. და უბრალოდ იყო როგორი ვითარება, იცი, იმ პერიოდში 93 წლიდან მოყოლებული ყველაფერი ხო გაქრა. შუქი აღარ იყო, გაზი აღარ იყო, წყალი აღარ მოდიოდა. ნუ არაფერი აღარ იყო და შესაბამისად იყო საშინელი ვითარება მაგ დროს ქვეყანაშიც. აი ძალიან ძიმე სიტუაცია იყო. აქეთ ესე გაუთავებელი ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტვა, კრიმინალი, საღამოს ქუჩაში ხალხი ვერ გამოდიოდა, ისე დღეში იყო სიტუაცია და უნივერსიტეტში რო წავსულიყავი, წარმოიდგინეთ, ეხა სახლიდან ჩამოვდიოდი ოპერასთან რუსთაველზე და უნდა წავსულიყავი უნივერსიტეტში, ხო? 4 ნომერი ტროლეიბუსი მიდიოდა. ვერ ვჯდებოდი ტროლეიბუსში, იმიტომ რომ შანსი არ იყო რომ მოდიოდა უკვე ოპერასთან, ისეთი გადაძეძგილი იყო, რომ გამორიცხული იყო იქ. ჩამჯდარიყავი და ერთადერთი თუ იყო ადგილი ტროლეიბუსზე, ეს იყო ძალიან მაგარი გამართლება, იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავდა, რომ ტროლეიბუსით წახვიდოდი უნივერსიტეტამდე და არა ფეხით. ფეხით სადღაც 1-2 კილომეტრი, 2 კილომეტრი ნახევარი მაინც არის. ხო და რო გაგვიანდება, ხა რა ვარია, ხა სირბილითია რო ხა რუსთაველიდან უნივერსიტეტამდე. ხო და თუ მოკლედ ადგილი იყო ტროლეიბუსზე, იმას ხო კიბე ქონდა უკან ტროლეიბუსი, იმიტომ რომ ძღოლს უნდა ხანდახან გაესწორებინა ხოლმე ეს ბიგელები. ხო, იქ ავძრებოდით და სადმე ტროლეიბუსის თავზე ბევრჯერ თუ გამართლებია მიმგზავრია და მივსულა. წარმოიდგინე, აი ესეთი სიტუაცია, არაფერი ქვეყანაში არ ხდება. ახალგაზრდა ადამიანისათვის ცხოვრებას არავითარი მუღამი არ აქვს. აი არაფერი არ ხდება, წარმოიდგინე. უნივერსიტეტში მივდიოდით და იქაც ხო რა თქმა უნდა არ ჩუქია, არ წყალი, არ გაზი, არაფერი, გაყინული, გათოშილი, ლექტორიან სტუდენტებიანად ვისხედით პალტოებში, ქუდებში, შეკრულები, კაშნეებით, ესე გამოხვეულები და ხელთათმანებით და ვისმენდით ლექციებს. ხო და გამოვიდოდით იქიდან, ქალაქში ყველაფერი რუხია და ნაცრისფერი, არაფერი არ ხდება. კინოში გინდა წასვლა არ არსებობს. ერთი კინო იყო თუ ორი და იქ ვერ შეხვიდოდი. მახსოვს, ჩემი მეგობრის ბებია მუშაობდა მოლარედ და ეს გვაძლევდა ხოლმე იმის ბედნიერებას, რომ ხანდახან ბილეთი გვეშო
ვნახო მე რაღაცა მე-1000 ხარისხოვან იდიოტურ ფილმზე, რომელიც მაშინ შემოქონდათ ამირანში და რუსთაველში. მაგრამ ესეც რაღაცა ძალიან ისეთი თემა იყო. იშვიათი. მოგეთ არაფერი არ ხდებოდა ქვეყანაში და მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა რა იყო, იცი? ეს იყო ის რომ არც გარეთ, არც სახში არაფერს აზრი არ ქონდა, ვერაფერს ვერ აკეთებდი და ნახევარი დღე კიდე პურის რიგში იდექი, არ დაგვავიწყდეს ეგ ამბავი. პური არ იყო ქვეყანაში. პური კიცხებოდა, მაგრამ წვებოდა ძალიან მცირე რაოდენობით და საშინელი ხარისხით. აი პური რომ მიგეტანა სახში, იყავი კაცი. არა აქვს მნიშვნელობა იმ პურს რას მიაყოლებდი. აი პური რომ მიქონდა საღამო სახში კაც, იყავი კაცი. აი ეს იყო მთავარი ბედნიერება. ზოგი პურის ქარხანაში მიდიოდა თემქაზე, ზოგი სადღაც უზად კუპონები ქონდა, ტალონები ქონდა ამ პურისთვის, რაღაც საშინელი შავი ჯო აუბებული პური იყიდებოდა ხშირად. მოგეთ სული კატასტროფა იყო. უფროსი თაობებისგან ბატონო გიორგი რომ გამთენიას მიდიოდნენ რიგში დასადგომად დილის 4-5 საათზე იმით რომ რიგი მოსწო. იცი, აი გახსოვს იმაში რო არის, რა ქვია? არაჩვეულებრივ გამოფენაში. იმაზე რომ ლაპარაკობენ აგული და პიპინია. დიმიტრი გელოვანს. დიმიტრი გელოვანი რა კარგი ექიმი ისე და რომ უკვე ჩამოთვლიან ამას ყველაფერს და მე პიპინია ეუბნება რომ საწყალი მოკვდაო, პურის რიგში მოკვდაო. ხო და ეს პურის რიგში მოკვდა ძალიან ისეთი ამსახველი იყო მეორე მსოფლიო ომის რეალობის. ანუ პურის რიგები რა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ფრონტი არ იყო და თბილისში ბომბები არ ვარდებოდა და ქუთაისში მაშინ. მაგრამ პურის რიგები უზარმაზარი იყო და ადამიანები პურის რიგებში კვდებოდნენ. აი ეს დრო დაბრუნდა გესმის და 90-იანი წლების, აი 94, 13, 14, 15 თუ არ ვწდებით 16 ადამიანები პურის რიგში კვდებოდნენ. და ძალიან ბევრი შემთხვევა იყო რა, აი ყველა მინდა რომ გაიხსენოს ეგ და ვისაც არ ახსოვს იცოდეს ეგ ამბავი რომ პურის რიგში 90-იან წლებში მე-20 საუკუნის ბოლოს ადამიანები თბილისში კვდებოდნენ. ზოგს გული მისდიოდა და ზოგს ინფარქტი არ ტყამდა და ზოგს წნევა უვარდებოდა და ზოგს წნევა ზევით უვარდებოდა. იქ ისეთი ერთმანეთის ხოწვა ჟლეტვა იყო პურის ამბავში, პური რომ მოქონდათ, იმიტომ რომ წარმოიდგინე და 200 კაცი რო იდგა პურის რიგში და მოიტანდნენ 100 პურს, ხო წარმოგიდგენია რა მოხდებოდა იქ. იქ ბავშვებით, იქ მოხუცებით, იქ ისე საშინელება იყო ეს. და წარმოიდგინე აი ამ ვითარებაში ვიჯექი და ვფიქრობდი რომ რა გამეკეთებინა. იქამდეც ვიყავი მისული რომ მეთქი საერთოდ დავყრი ყველაფერს და სადღაც წავა მეთქი სოფელში, ლეჩხუმში, სადღაც და იქ დავიწყებ მიწის დამუშავებას ან რაღაცას ვიზამ. იმიტომ რომ ნუ აი სრული ეგზისტენციალურ ვაკუუმში ვიყავით. ფრუსტრაცია დაგვემართა ზოგადად ჩვენს თაობას. და ამ დროს უბრალოდ წარმოიდგინე მომენტი, ჩემი კლასელი მუშაობდა მაგ დროს ტელევიზიაში, პირველ არხზე. ხათუნა ბითაძე. ხო და ეს გოგო ერთხელ დამირეკა ხათუნამ რაღაცაზე საქმე ქონდა. ვისაუბრეთ და უცებ მეუბნება. არ გიტყვი თქვენი გვერდი რატომღაც დაარეპორტეს და რეპორტი მომივიდა. ლაიქები გააძლიერეთ რომ სტუმარი არ ჩააგდოს. მე მგონი გაფრთხილება მოგივიდათ, რატომ არ ვიცი. რა გავაკეთო მე? თქვენ არაფერი, ვიღაცას არ მოეწონეთ, ლაიქები გააძლიერეთ რომ სტუმარი არ ჩამიგდოს. ალბათ არიან ახლა ადამიანები, ვისაც ეს ყველაფერი არ მოწონს. ნუ ის ყველაფერი რასაც ახლა მე უყვები ძალიან სულ არ არის მოსაწონი პირიქით, მაგრამ მოკლედ სიტუაცია ისეთი შეიქმნა, რომ მეუბნება ხო არ გინდა ტელევიზიაში მუშაობაო. მე ვთხარ ტელევიზიაში მე რა მინდა მე ვთხარ ახლა მიკროფონი არ დამიჭერია ხელში, ვიდეო კამერა არ მინახავს თვალით მე ვთხარ. 20 წლის ბიჭი ვარსო. არა კაცო რას ლაპარაკობო, წამოდიო, იმიტომ რომ ბიჭის ხმა გვაკლიაო, სულ გოგოები ვართო. მეთქი რა ჯობია მაგას. ხო და გადავწყვიტე რომ მივსულიყავი ტელევიზიაში და ერთი ეს ზამთარი გადამეგორებინა. იმიტომ რომ მეთქი ტელევიზიაში ახალი ნაცნობობა, ახალი ურთიერთობები, შუქი აქვს, სინათლეა, რაღაც გადავერთვები, რაღაც გავხალისდები ცოტას. იმიტომ რომ ამ რაღაც ნაცრისფერ გარემოში ცხოვრება აღარ შემეძლო. ხო და
კი და მივედი. მეგონა რომ ეს ბოლო ზამთარი იყო, რომელიც ასე გვიჭირდა 94 წლიდან 14-15 წლის ზამთარი იქნებოდა ეს პრობლემა, მეტი არაფერი. ხო და მე ყველაფერი კარგად წავიდოდა, ესეთი მოლოდინი მქონდა. ნუ ასურვილი ალბათ უფრო ზუსტად. ხო და მოკლედ მოხდა ისე რომ აი ესე მივედი, დავრჩი. აღმოჩნდა რომ რაღაცა ერთხელ გამომივიდა, მეორეჯერაც გამომივიდა, ვიღაცამ შემაქო, ვიღაცამ ხო რა კარგად გამოგივიდაო და მეც გადავწყვიტე რომ რაღაცა შეიძლება ამ საქმიდან გამომივიდეს. და ისე შევყევი, რომ აგერ კი შევყევი ამდენი 32 წლის განმავლობაში. ნახევარი ცხოვრებაში. ნუ მე ჩემი ტელევიზიაში მუშაობის დასაწყისი ბუნებრივია დაემთხვა პოსტ-აფხაზეთის ომის პერიოდს რა და როდესაც ყველაფერი, ყოველ დღე, ყოველ წუთას ჩვენ ვაკეთებდით სიუჟეტებს სწორედ აფხაზეთთან დაკავშირებით, იქ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, რა მოხდა, როგორ მოხდა, მე დავდიოდი რაღაც სხვადასხვა სამხედრო ნაწილებს ვიღებდი, იქ ინტერვიუებს, ამბებს ვაყოლინებდი. მოკლედ პირველი მახსოვს 1-2 წელიწადი სუმაგაზე ვიყავით გადართულებით და სუმაგ მიმართულებით მუშაობდით რა. და ეს რეალობაც იყო, იმიტომ რომ ქვეყანაში მთავარი საკითხი ეგ იყო. და მე ნელ-ნელა მივხვდი კიდევაც რომ ამ გარკვეულწილად ჟურნალისტიკა არის არამხოლოდ ის, რაც შეიძლება ჩემი ასე ვთქვათ საქმე გახდეს, არამედ ეს არის უკვე საკუთარი შეხედულებების გამოხატვის საშუალებაც. ეს არის საშუალება გარკვეულწილად რაღაცა ესა თუ ის აზრი გახადო საზოგადოებრივი აზრი, ესა თუ ის იდეა, ამა თუ იმ იდეის პოპულარიზება მოახდინო. მე მივხვდი რომ ეს არის უზარმაზარი იარაღად აღიქვით. ხო, უზარ მექანიზმად, უზარმაზარ საშუალებად, ხო, იარაღად. იმისათვის რომ რაღაცა, აი, ამ ქვეყანაში რაღაცა თუნდაც უკეთესობისკენ შეცვალო. მადლობა ღმერთს არასოდეს რაღაცა უარესობისკენ შეცვლის სურვილი არასოდეს არ მქონია. მიღდა აი გაჩნდა ამისი რაღაცა განწყობები. მე სულ უფრო და უფრო ამას მაგრამ ჩვენი თაობა რომელიც ტელევიზიაში მოვიდა იყო ისეთი გამოუცდელი, იმიტომ რომ მაშინ თანამედროვე ჟურნალისტური ტექნოლოგიები არ არსებობდა და ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობდით ყველაფერს. რაღაცას რო გავაკეთებდით სიუჟეტს, მე ტელევიზორში რო უყურებდით, რო არ მოგვეწონებოდა, მივხვდებით აი იქ ეს უნდა შევცვალოთ. იმიტომ რომ სხვანაირი სისტემა არსებობდა ჩვენამდე. ხო, ის რაღაცა იდეოლოგიზირებული საბჭოთა კომუნისტური პერიოდის, რომელსაც თავისი ის ჰქონდა სოფხედველობაც და ტექნოლოგიაც. და ჩვენ რომ მოვედით უკვე, ხო, ჩვენი თაობა, აი სწორედ 94-ში მოვიდა ჩვენი თაობა და სხვადასხვა მამუკა არაშიძის დამსახურებით. მამუკა არაშიძე იყო მაშინ რედაქტორი, მთავარი რედაქტორი მოამბის და სწორედ მან შეუწყო ხელი იმას, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა გავჩნდით ტელევიზიაში. იყვნენ ეს გუმბერაზი ძველი თაობის წარმომადგენლები, რომლებმაც ძალიან დიდი სიყვარულით და ძალიან დიდი სითბოთი მიგვიღეს სხვათა შორის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, რასაც ქვია ჩაგვიხუტეს და რაც იცოდნენ ყველაფერი გვასწავლეს. და მამუკამ შეუწყო რაღაცნაირად ამას ხელი, რომ შევკრიბა ეს ახალგაზრდა თაობა და ძალიან ესეთი გუნდი შეიკრა, რომელიც თავის შეცდომებზე სწავლობდა ნელ-ნელა ყველაფერს და მე ჩაერთო უამრავი პროექტი, უცხოელები ჩამოდიოდნენ, გვასწავლიდნენ და რაღაცას დავამსგავსეთ, დაემსგავსა ბოლოს. ბატონო გიორგი, რადგან ჟურნალისტიკა ახსენეთ, მინდა აქვე პარალელები გავავლოთ. ჩემთვის ძალიან მოსაწონი იყო და ძალიან მიყვარდა მაშინდელი გადაცემები, ლექსიკა, სატელევიზიო ფორმატი, სტილი, ანუ რამდენად კომუნიკაცია როგორი იყო მსმენელის მიმართაც და როგორი იყო რესპონდენტის მიმართაც თუნდაც. რა ლექსიკით მეტყველებდით ჟურნალისტები და დღევანდელ ჟურნალისტიკას რა რჩევას მისცემდით? მე პირადად დღევანდელი ჟურნალისტიკით ძალიან უკმაყოფილო ვარ და აი მას ყოველთვის გამოვხატავ ხოლმე ამაზრს და იმედია არ მიწყენთ და როგორც თქვენ უფროსი თაობის პირველი ჟურნალისტიკის თაობის გამოზრდილი თაობა ხართ, რა რჩევას მისცემდით, რას ხედავთ რომ უნდა გამოასწორონ? ამ თემიდან ცოტა ცდება, მაგრამ როდესაც ჩვენ ქვეყანას ეხება საქმე, ესეც მნიშვნელოვანია, რა ფორმით და როგორ გვაწვდის ინფორმაციას ჟურნალისტი, იმიტომ რომ ეს დიდ გავლენას ახდენს ქართულ პოლიტიკაში, ხო? სიმართლე გითხრათ, არც მე მიყვარს მაინც და მაინც ახლა ჩემი ახალგაზრდა თუ ძველგაზრდა კოლეგების რაღაცა მიმართულებით კრიტიკა, მაგრამ ერთი რამ რეალობა ნამდვილად არის.
ჩვენ როდესაც დავიწყეთ აი 94 წელს მე და ჩემი თაობის ბევრმა მაშინელმა წარმომადგენელმა იმ პერიოდში მუშაობა ხო ჯერ კიდევ სახელმწიფო ტელევიზიაში საქტელერადიო დეპარტამენტში მაშინ ძალიან მკაცრი სტანდარტები არსებობდა არა ვთქვათ შეიძლება ჟურნალისტური ტექნოლოგიების თვალსაზრისით როგორ უნდა ჩაგეწერა ინტერვიუ მიკროფონი როგორ დაგეჭირა სწორად როგორ დაგეწყო ნიუსი სიუჟეტი და ასე შემდეგ და ბევრი ნიუანსი მაშინ არ ვიცოდით მაგრამ ისეთი მკაცრი სტანდარტები არსებობდა მეტყველებასთან დაკავშირებით ლექსიკასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ აი ეს ძველი თაობიდან მოყოლებული სტანდარტები რომ მე მაგალითად ვერ წარმოვიდგენდი რომ თქვათ არა თუ ეთერში დაჯდებოდა წამყვანი არამედ გაახმოვანებდა სიუჟეტს ადამიანი რომელსაც ჰქონდა მაგალითად რბილი ლეო ან მაგარი ლასი ეს სულად წარმოუდგენელი რამ იყო აი როგორი დაუწერელი კანონი იყო იცით რომ ეგეთი შეუძლებელი იყო უამრავ ხა გასაგები ხა ეს არ გაჩენილა ეხლა ეგ ეფექტი ასე ვთქვათ ეხლა მაშინაც იყო და ძალიან ბევრი ჟურნალისტი მაგალითად თავის სიუჟეტებს არ ახმოვანებდა და იქ აკეთებდა წავიდოდა გადაღებაზე ყველაფერს მოიტანდა მასალას და ამონტაჟებდა მაგრამ ხმას თავის სიუჟეტზე ადებინებდა სხვა ადამიანს ხო რომელსაც არ ჰქონდა ეს დეფექტი მე ვერ წარმომედგინა რომ შეიძლება და ეთერში დამჯდარიყო ამ დაგვარი ვთქვათ დეფექტის მქონე ადამიანი ვერ წარმოვიდგენდი უბრალოდ ეგეთი რამე არ დამესიზვრებოდა მაგრამ ხანდახან ვინმეს თუ გაუვარდებოდა უბრალოდ ეგეთი არის ზოგიერთი სიტყვა ქართულ ენაში უსმერე რომ ლმოდის თავისთავად არ ბილებს ამლოს და ხანდახან ამ დეფექტის არ მქონე ადამიანებიც კი ხანდახან წავარტყამდით ხოლმე ამ ასეთ რამეს და ნუ ეს იყო ტრაგედია ოფიციალური რომ ეს როგორ გამეპარა და ვაი და იქ მე მონტაჟესაც თუ გაეპარა და მე ეთერში მოვისმენდი შეიძლება ერთი კვირა ტრაგედიაში ყოფილიყავთ ხო და ეხლა მე ვხედავ რომ ამ ხო მე უნდა ყოფილიყო ვიზუალურად ცოტა ძალიან ისეთი კიდე ჩაცმულობის თვალსაზრისით ეთიკის კუთხით იყო დახვეწილი ანუ ისეთი დონე ხა წარმოიდგინე ხა ეს პერიოდი როდესაც ახლა ძალიან მაღალი ხარისხის ვერ ტანსაცმელს შოულობ საქართველოში და არც მაგის ფინანსური რესურსი არ აქვს მაგრამ საკმაოდ ესეთი მოკრძალებული რესურსებითაც შეიძლებოდა ძალიან კლასიკური და ძალიან ასე ვთქვათ გემოვნებით ჩაცმული ადამიანი ყოფილიყო ეკრანზე შესაბამისად ამას ყურადღება მიექცეოდა მე ვერ წარმომედგინა თუ ადამიანი გაუპარსავი წვერი შეიძლებოდა დამჯდარიყო ეთერში ამას რას ვიფიქრებთ ნუ გასაგებია წვერია და ადამიანს შეიძლება წვერი კონდეს და ეს მისი იმიჯი იყოს და ეს სხვა თემა მაშინაც იყვნენ წვეროსანი წამყვანები მაგრამ გაუპარსავი წვერი 2-3 დღის გაუპარსავი აბურძღნული წვერი და ეთერში ადამიანი დაждდა და ეს იყოს რაღაცის ასე ვთქვათ ესთეტიკის მაჩვენებელი ზოგადად გაკრიტიკებოდა კბილის გაყურა და ამიტომ ძალიან ყველაზე მსუბუქ ფორმებზე საუბრობთ არ მიყვარს მასე მაგრამ ნუ ხა მე აღარ ვსაუბრობ უკვე სიღრმეებში არ შედიხარ ძალიან მსუბუქა მე აღარ ვსაუბრობ უკვე ზოგადად დილეტანტიზმზე იცი როგორი მომენტია ჩვენს დროს ჯერ კიდევ ტელევიზიაში არსებობდა გარკვეული და ძალიან ისეთი მკაცრი სტანდარტი იმასთან დაკავშირებით რომ ტყვილი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა კიდევ კი სახელმწიფო დეპარტამენტი იყო სახელმწიფო ტელევიზია იყო და ბევრ რამესთან დაკავშირებით სიმართლეს ვერ მოისმენთ იქიდან ხო კრიტიკას ხელისუფლების არ შეიძლებოდა და მორჩა მაგრამ ტყვილი გამორიცხული მაგრამ მე არ მომხდარი ფაქტი ამეღო და მე თქვა რომ ეს მოხდა თქო ამ დაგვარი რამე როგორ უნდა წარმოიდგინე აი გამორიცხული იყო რომ აი ფაქტი მომეფიქრები მომეგონებინა რომ ვიღაცა რაღაც ის დაგვედანაშაულებინა ხო გამორიცხული იყო მაშინაც იყო წარმოიდგინეთ იქ შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად აკრიტიკებდნენ იქ ასლან აბაშიძის ხელისუფლების წარმომადგენლებს იქ აკრიტიკებდნენ ოპოზიცია აკრიტიკებდა ხელისუფლებას ხელისუფლება ოპოზიციას და ასე შემდეგ და ანუ შეიძლება ზუსტად ანალოგები არ დაემთხოს მაგრამ ბევრი რამ დღეს რაც ხდება ეთერებში ხო თქვა სიტყვაზე კრიტიკა ურთიერთი კრიტიკა მაშინაც ასეთი სიტუაცია იყო არაფერი განსაკუთრებული მაგ თვალსაზრისით მაგრამ
ისე რომ მე ხა ვიღაცა ჩემთვის ეთქვა რომ ეხა შენ მოიფიქრე რამე ვიღაცა იქ ოპოზიციონერზე და რაღაცა დააბრალე ჯერ ეს ერთი მაგას მე ვერც არ მომიდგენდი რომ ვინმე მეტყოდა და მეორე რომ ვერც არ მომიდგენდი რომ მე ეს გამეკეთებინა არ არსებობდა დღეს მიაქვს ქართული მედია აი გამოგონილ ფეიქ ნიუსებს ეგ საშინელებაა ეგ არანორმალურობაა ეგ უკვე აღარ არის არავითარი აღარც მედია აღარ ჟურნალისტიკა ეს საშინელება ხდება სხვარი მოიშალა მაგ კუთხით მოგელასთავარია მოკვდა ზოგადად ობიექტური მედიის ცნება ობიექტური მედია როგორც ასეთი შინაარსობრივად განადგურდა ობიექტურობა გახდა არა რეიტინგული სრულიად წარმოიდგინე ბოლო რეიტინგული და ობიექტური მედია დამთავრდა 2008 წლის უბრალოდ 2007 წლის დეკემბერში ტელეიმედთან ერთად აი იმ ტელეიმედთან ერთად ძველ ტელეიმედთან ერთად როდესაც ჩვენ მართლა ყველანაირად ვცდილობთ რომ ყოფილიყავით ობიექტურები და არ გამოგჩენოდა არც ერთი ნიუსი და მოგვიყვანა ორივე მხარე და აბადა არ ყოფილიყავით მიკერძოებული და რა ჩვენი ბრალი იყო ხა როდესაც ხელისუფლებამ ბოიკოტი გამოუცხადა ნაციონალებმა გამოუცხადა ეს ბოიკოტი ტელევიზიას მაგათ გულისთვის გვარ დავიკეტებოდით ამიტომ იძულებული ვიყავით და მოყავდა მე უკვე ოპოზიციის წარმომადგენლები რომელთა აზრსაც ისმენდა საზოგადოება და ის რომ ისინი ეთერს გარეთ დარჩენ ის მათი დამსახურება იყო შესაბამისად და თან ვახერხებდით ამ ობიექტუალურ წარმოიდგინეთ აი მარტი მაგალითს გეტყვით არ არსებობდა რომ იმ დროს ის გიჟ გადარეული სააკაშვილი ხო ყოველდღე სადღაც შეკრიბავდა ვიღაც 20 ბავშვს და დგებოდა 3 საათი რაღაცა სისულელებს ლაყბობდა არ არსებობდა რომ ტელეიმედში ეს პირდაპირ ეთერში არ გადაცემულიყო როდის გინახავთ ბოლოს რომელიმე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამ პრეზიდენტის ამ პარლამენტის თავმჯდომარის პრესკონფერენცია ან გამოსვლა რადიკალების და ნაც ტელევიზიების პირდაპირ ეთერში პირდაპირ ეთერში კი საინფორმაციოებში აღარ აშუქებენ რომ ასეთი რაღაცა თქვა პრემიერ-მინისტრი ხო წარმოიდგინე იქამდეა მისული სიტუაცია ანუ სრული იგნორი არ არსებობდა რომ სააკაშვილი საათობით რომ ლაპარაკობდა რაღაც სისულელებს ის უნდა გასულიყო პირდაპირ ეთერში ვინმეს არ ეთქვა და ნამუნარიდებს და მე ვინმეს არ ეთქვა რომ უკაცრავად თქვენ ხელისუფლებას და ნაციონალურ მოძრაობის იმას თქვა პრეზიდენტის გამოსვლებს და პოზიციას არ აფიქსირებდო ანუ ვაშუქებდით ყველაფერს დებატების მე მიმყავდა დებატები წლების განმავლობაში იქ და ყოველ ღამე 11 საათზე და არ არსებობდა რომ აქეთ ხელისუფლების და აქეთ ოპოზიციის წარმომადგენელი არ ყოფილიყო ამ დებატების ფორმატში. არ არსებობდა, ხო? თუმცა გამოაცხადეს ბოიკოტი ნაცებმა და გაიქცნენ. რა გვექნა ხა მაგის გამო ტელევიზიას გვარ დავკეტავდით, დავტეკით და მოყავდა ოპოზიციის წარმომადგენელი. აი და თან პარალელურად ტელეიმედი ახერხებდა იმას რომ იყო რეიტინგის ნომერ პირველი მაჩვენებელი, ხო? შესაბამისად როგორც კი დამთავრდა ეს აი ობიექტურობა და რეიტინგი ერთდროულად აი მაშინ დამთავრდა რაღაცნაირად რა. ძალიან დიდი მადლობა ამ სიმართლისთვის ძალიან აი რთულია ესეთი რაღაც თქვა ადამიანმა და მადლობა ამისთვის თქვენ. ხო, ძალიან მძიმეა და სამწუხაროა, იცი, სიმართლე გითხრა, მაგრამ დღეს უკვე ცოტა კიდე უფრო რაღაცა ახალ ეტაპზე ვართ, რაღაც ამერიკულ ეტაპზე გადავედით. აი სულ იყო საუბარი იმაზე იმ პერიოდში მახსოვს ბევრს საუბრობთ ხოლმე როგორი სისტემით არის მედია თავისუფლება შეერთებულ შტატებში. რო შევხედოთ მედია თავისუფლება როგორც ამერიკაში არის ხო ზუსტად ისეთი გვაქვს ჩვენ დღეს ანუ არის ერთი ტელევიზია რომელიც არის ერთი პარტიის მხარდამჭერი მეორე ტელევიზია რომელიც არის მეორე პარტიის მხარდამჭერი ესე იგი საშინელებებს უშვებიან ერთმანეთს თავიანთ ეთერებში ხო არ ახარებენ და მიდის რაღაცა ერთის და მეორეც ერთმანეთს მარტებაში არიან რადიკალურები სრულიად ესე იყო მანდ ადრეც. ეს მე ამერიკულ ჟურნალისტებს შორის დამოკიდებულებაც ეგეთია ბატონო გიორგი. პარლამენტში კოშმარულად ექცევიან ერთმანეთს. ესე ძალიან საშინელება. იმიტომ რომ სამწუხაროდ უკვე ჟურნალისტებიც კი პოლიტიკური ბრძოლის იარაღებად გადაიქცენ და ეს არ არის მარტო ჟურნალისტიკის ბრალი, წარმოიდგინეთ. ეს ზოგადად პოლიტიკის ბრალია. რატო? იმიტომ რომ წესით და რიგით პოლიტიკური ბრძოლა და დაპირისპირება სად უნდა მიმდინარეობდეს? პირველ რიგში პარლამენტში ხო? პოლიტიკაში და პოლიტიკოსებს შორის და ეს პარლამენტი რომ ვირჩევთ ამ ხალხს, ზოგი ასეთ, ზოგი ისეთ, ზოგი ამას, ზოგი იმას და მე ისინი ხედან და იქ ჭიდაობენ, კამათობენ, დებატობენ, ჩხუბობენ და არიან ერთ ამბავში. ხო? მაგისთვის არსებობს ეს პარლამენტი. ხო? შესაბამისად
იქ უნდა მიმდინარეობდეს პოლიტიკური ბრძოლის ეპიცენტრი უნდა იყოს და შესაბამისად იქიდან გამომდინარე, ანუ იქ მიღებული გადაწყვეტილებებით, იქ წარმოჩენილი დაპირისპირებებით, შეუთანხმებლობით თუ შეთანხმებით, ყველაფერი უნდა ვრცელდებოდეს მე მედიის მეშვეობით მიდიოდეს საზოგადოებამდე, ხო? ეხლა ნახეთ რა ვითარება გვაქვს. პარლამენტში მოკვდა პოლიტიკური პროცესი. Ну, იმ თვალსაჩინო გულისხმობ, რომ ნაციონალური მოძრაობა და კიდე ეს ჭკუის კოლოფი რადიკალები არ შევიდნენ პარლამენტში. არ შევიდნენ პარლამენტში, გაინადგურეს თავი 2008 წლის მერე თუ ამდაგვარი რამ კიდე მოხდებოდა. რომ ვინმე პარლამენტში აირჩეოდა და არ შევიდოდა, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი. აი ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი. ერთი და იგივე ფოცხს ამდენჯერ თუ შეიძლება დააბიჯოს ადამიანმა და მოიმტრიოს ცხვირპირი, ну ჩემთვის იყო სრული წარმოუდგენელი. მაგრამ რას იზამ. ხედავთ რომ იგივე რეალობა. ანუ ეს არ გავძრდილ ვართ, მაგრამ ნელ-ნელა ვიზრდებდი. ნახე რა მინდა თქვა. არაფერი პარლამენტის დარჩა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური დებატების დაპირისპირების და იმ ფუნქციის გარეშე, რაც უნდა კონდეს. ქუჩაშიც ეს ყველაფერი ვერ გადაიზარდა, იმიტომ რომ ამ რადიკალურ ოპოზიციას ამის არანაირი შნო და უნარი არ აქვს, იმიტომ რომ საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას მათი დანახვაც არ უნდა და მით უმეტეს ქუჩაში არავინ არ მიყვება და წარმოიდგინეთ, მაგრამ საზოგადოებაში პოლიტიკური ბრძოლის კონტექსტი ხო არსებობს. ანუ ზოგადად პოლიტიკაში ხო არსებობს ეს დაპირისპირება. ამიტომ უცებ აღმოჩნდა პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრი მედიებში. ტელევიზიები გახდნენ დაპირისპირების მთავარი, ანუ ბრძოლის წინახაზზე. აქეთ ამ მხარესაც და იქეთ ამ მხარესაც. აი ეგ რეალობა შეიქმნა. ზუსტად მაგ კონტექსტში ვიტყვი ბატონო გიორგი. როდესაც პარლამენტში ან სადმე არის ჩართვის ჟურნალისტი და ჩართვას აკეთებს, არასდროს არ ვუსმენ შესაყვანდა გამოსასვლელ სიტყვას და რატომ? წინასწარ გიფუთავს, როგორ უნდა მიიღო ის ფინანსი, რასაც შენ უყურებ. წინასწარ განწყობას გიქმნის და თავისი ანუ მისივე ტელევიზიის საკადრო პოლიტიკის მიხედვით აქვს შედგენილი ობიექტურად არა. განა ისაც მოისმინა იმას გვიყვება. წინასწარ გვიფუთავს, როგორ უნდა გავიგოთ იმ ტექსტის, იმ ვიდეოს შინაარსი, რასაც მე უნდა ვუყუროთ სინქრონის სახით, ხო? და ამიტომ არც შესაყვან სიტყვას და არც გამოსაყვანს არ ვუსმენ ხოლმე. ვუსმენ პირდაპირ განცხადებას. წარმოიდგინე, ეგ შეფუთვა და არსებული რეალობის გარკვეულწილად აი პოლიტიკური ტენდენციით წარმოჩენა ეს ერთი რეალობაა. და ეს ყოველთვის იყო, ყოველთვის იქნება მომავალშიც და კონტექსტს უცვლიან ხოლმე შემთხვევაში სინქრონს თავიდან ბოლომდე. ხო, ანუ წარმოიდგინე კი, ანუ ნახე როგორი მომენტია ჟურნალისტიკაში ეს არსებობს ეგეთი სტანდარტი, რომ ფაქტი არის წმინდათა წმინდა და მისი ინტერპრეტაციის მილიონი ვარიანტი არსებობს. აი, მისი ინტერპრეტაციის პროცესში არის სწორედ ეს უკვე მიკერძოებულობა და სარედაქციო პოლიტიკის მიმართულება და აქეთ ხარეს ხარ, იქეთ ხარეს ხარ, იქეთ თუ აქეთ და ასე შემდეგ. ანუ ეს ინტერპრეტაციაშია მთელი ეს თემა დამალული. როგორ მიაწვდი, ხო? იმას აქია საზოგადოებას, აი მარტივად რომ ვთქვა, ხო? ღმერთმა დაიფაროს ყველაფერი, მაგრამ რაღაცა მოხდა უბედურება, ხო? და მოხდა დაიღუპა, რაღაცა სტიქია მოხდა და დაიღუპა 10 კაცი, მაგრამ იმ სტიქიას გადაურჩა თქვა სიტყვაზე 20 კაცი. ხო, ერთ სოფელში, ღმერთმა დაიფაროს რაღაც. აი ერთი ამას მიაწოდებს საზოგადოებას, როგორც მოხდა უბედურება და დაიღუპა 10 კაცი და მოყვება ამ 10 კაცის ტრაგედიას და საზოგადოებას კიდევ უფრო დაუმძიმებს ამ სიტუაციას და ეს მიმართულება. მეორე იტყვის, რომ დაიღუპა 10 კაცი, მაგრამ საბედნიეროდ გადარჩა 20 კაცი. 20 კაცი გადარჩა, ეს 20 კაცი რო არ გადარჩენილიყო, ტრაგედია იქნებოდა კიდევ უფრო დიდი და ამ 20 კაცის გადარჩენა რომ მოხერხდა, მოკლედ ამ ესე ვქო მაშველების მეშვეობით ეს არის დიდი სასწაული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? აი ინტერპრეტაციას როგორ მიცემ ამაზეა მთავარი, მაგრამ ჩვენ დღეს მივიღეთ უკვე ისეთი რეალობა, რომელიც არ ვიცი მე ამას რა ქვია საერთოდ, რა სახელი დავარქვა, ესეც კი მიჭირს. აი, როდესაც ტრამპი გამოდის და ამბობს, რომ CNN-ი არის fake news. იტყუება რაღაც ესულელებს ამბობს, ახლა საშინელებებს ამბობს და ასე შემდეგ და ხან BBC-ს უჩივის, ხან რას. აი წარმოიდგინე რა შვებია, იცი? ტრამპი ყოველთვის საუბრობს იმაზე, რომ მათ მისი ინტერვიუ ან მისი განცხადება, ან მისი თქვა სიტყვაზე გადაწყვეტილება დაამახინჯეს და სხვა შინაარსი მიცეს და ანუ ამიტომ არის fake news. და ჩვენ მივიღეთ რა რეალობა, იცი, რომ
არა თუ რაღაც არსებული კონკრეტული ვინმეს ინტერვიუ დაამახინჯეს. არამედ გამოიგონეს ამბავი. უბრალოდ ესე გამოიგონეს ამბავი და თქვენს რომ აი ეს მახსენდება ხოლმე რა თქვენს რომ მაგალითად ბიძინა ივანიშვილს აქვს სადღაც ნიკარაგუაში მარიხუანის ქარხანა. ვა ნოდარი კომელაძის გადაცემა რო არის ანონსი გავიდა სამშაბათს რომ ბიძინა ივანიშვილს ქონია მარიხუანის ქარხანა. და ნუ მოკეთელი ამბები რაღაცა იქ გადაღებული კოსმოსიდან რაღაცა სურათები ფოტო გაფორმებული მუსიკით რაღაცა აი გული გაგიწდება ხო და მარიხუანის ქარხანა 4 შაბათს გამოდის საწყალი ახლა გარდაიცვალა ცხონებული უგულავა თემური და ამბობს რომ კაცო ეს ჩემი ქარხანა არისო წლებია უკვე მაგიმა გაკეთებულიო მაგ ნიკარაგუაში თუ კოლუმბიაში აღარ მახსოვს ზუსტად სამხრეთ ამერიკის რომელიღაც ქვეყანაში ხო და გაკეთებული მაქო ლიცენზიითო ვამარაგებო კანადას ზეთს ვხდითო მაქიდანო და სამედიცინო მიმართულებით კანადას და ისრაელს ვამარაგებთო და ხო არ გადარეულ ხართო ჩემ ბიზნესს რატო აკუთრებ სხვასო ანუ მეორე დღეს ჯერ ამ უგულავას ადვოკატმა გააკეთა თუ არ ვწდები განცხადება და მე თვითონაც გააკეთა ეს განცხადება მოკლედ ძალიან კომიკურ სიტუაციაში ჩავარდა ტელევიზია რომელმაც ეს გააკეთა მაგრამ რა მოხდა 4 შაბათსაც 5 შაბათსაც პარასკევსაც ეს ანონსები მაინც გადიოდა რომ ეს ბიძინა ივანიშვილის არის მიუხედავად იმისა რომ კაცი ფსიქოლოგიაზე მუშაობის კაცი თავარი ანუ ფლობელი გამოვიდა და თქვენ ხო არ გადარეუხართო კაცო ჩემი ბიზნესიაო და საბუთებიც კი წარმოადგინა იმ ქარხნის ფლობელობაზე და ასე შემდეგ წარმოიდგინე და შაბათს მთელი მუღამი ის იყო შაბათს დგას ეს დაძაბული ან ნოდარიკო და მოყავს ვიღაცა იქ დაძაბული მეორე ჟურნალისტი რომელიც შემოდის და ყვება როგორ ბიძინა ივანიშვილი იქ მარიხუანას დის რომ მოგწამლოს და დაგვაბოლოს აქ მთელი საქართველო მაინც მიუხედავად ამისა წარმოიდგინე საოცრება ხდება მე ვიფიქრე რომ თავიდან იტყოდა რომ რაღაცა ნუ შეგვეშალა მაინც როდესაც ასე გამჟღავნდა ხო აფიორა გადავიდა ამდაგვარი იცი რამდენი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო იცი რამდენი მაგალითი აი ამის ხა ძალიან შორს წაგვიყვანს მაგრამ ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ აი ამდაგვარი არ არსებული ამბის ეს ხოთა შორის გვარამიას დამკვიდრებული მარაზმია რომელმაც შემოიტანა ეს თემა რა რომ არა გვაქვს თემა იმიტომ რომ ნახე გამოიწვია ხმაური ხო ნაციონალების დროს ეს გიჟი გადარეული ხელისუფლება რომელიც სისტემური დანაშაულით მკვლელობებით წამებებით და უბედურებებით იყო დაკავებული იმდენ დანაშაულს ჩადიოდა აღარ ვიცოდით რომელი თემა აგვერჩია დროებაში პირველ სიუჟეტად რო გაგვეშვა ანუ ჩვენ ხო ჟურნალისტურ გამოძიებას ვაკეთებდით პირველ სიუჟეტში და იქ გარდა იმისა რომ იქ ავსტრალიაში დავდიოდით და რაღაც აუცილებლებს ვაკეთებდით და ბრაზილიაში კარნავალებს ვიღებდით პირველი ორი სიუჟეტი გადიოდა ჟურნალისტური გამოძიება რომელიც ძალიან წავე და ძალიან ცუდი ფაქტი უნდა აღნიშნოს საქართველოში ჟურნალისტური გამოძიება ფაქტობრივად მკვდარია და აღარ არსებობს. ხო. და წარმოიდგინე და ვაკეთებდით ამას და იმდენი დანაშაული ხდებოდა საქართველოში მაგ პერიოდში. იმდენი დანაშაული ამ ხელისუფლების მხრიდან და იმდენი თემაზე მოდიოდა ინფორმაცია რომ ხანდახან მქონია ესეთი შემთხვევა რომ აი მართლა რომელი აგვერჩია ამ კვირისთვის რომელი უფრო მწავე და რომელი უფრო ისეთი იქნებოდა საზოგადოებისათვის საინტერესო გვიჭირდა ხოლმე და ნუ ისე მოხდა რომ დღევანდელი ხელისუფლება ნამდვილად აღარ ჩადის ხო ეგეთ სიგიჟებს და საშინელებებს ეხლა უშეცდომო რომ არავინ არ არის ყველას გვესმის მაგრამ კომენტარი დაგვიწერეს ბატონო გიორგი ბატონმა პატა აბულაძემ ჯერ მოგიკითხათ და თან დაწერა პირადი მაგალითი მეც ვარ რო აქო კაცი პირდაპირ ეთერში ვიჯექი და ეგენი გადაცემდნენ აბულაძე ნეპროპეტროს სუდევსო და მეორე კომენტარიც არის პრემიერმა სუსის აგენტიაო ეგნოდარიკო ესე გამოგვიცხადა და ვინ უკვეთავს მაშინ რა გამოდისო ერთ-ერთმა მსმენელმა დაგვიწერა კომენტარში და საინტერესოა ეს ნაწილი ეგნოდარიკო პრემიერმა კინო და ნახეთ იყო ეგეთი მომენტი ნაცებს აფინანსებდა შსს ნაწილი რაღაც ეგეთი განცხადება
გაკეთდა თუ გახსოვთ, იქ ხაბეც მოიაზრებოდა და ნოდარიკოც და ხაბეს რაღაც ზედმეტ სახელი ანიტაც კი ჰქონდა და იმ მაგ კონტექსტია საუბარი იყო ჩვენი. კი, მაგი მაქვს, მაგრამ ნოდარიკო უშიშროების აგენტი ცოტა ისეთი კი, არა, ორივეზე იყო საუბარი, რომ უხდიდნენ ფულსო და ჩვენივე ბიუჯეტიდან უხდიდნენო, ანუ ქართულ ოცნება მაგიარა ფაქტიურად ეს ტექსტი დავის დროზე. ხო, ანუ დანაშაულებრივი გზით ხდებოდა რაღაც გარკვეულწილად დაფინანსე. ხო, ნუ ეგ შეიძლება, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ის ვინც ამას აკეთებდა და ვიღაცას უხდიდა თქვა სიტყვაზე უშიშროებიდან რაღაცა თანხას ჟურნალისტ თუნდაც რაღაცა არასწორი ინფორმაციის გავრცელებისათვის, ნუ მე არ ვიცი ხა ძალიან მძიმე ბრალდებაა სიმართლე გითხრათ, ეხა ამაზე ბრალდება არა, ეს განცხადება ოფიციალურად იყო გავრცელებული ბატონო. ხო, ნუ განცხადება რომელშიც ბრალდებაა წარმოჩენილი, ხო, ძალიან მძიმეა ყოველ შემთხვევაში. მე ნამდვილად არ ვიცი ხა დასკვნითი ნაწილისკენ მინდა გადასვლა თუ არ დაგჩათ ამ თემაზე რა იმ ისეთი სათქმელი მნიშვნელოვანი, მაშინ დასკვნით განაწილზე გადავიდეთ, ხო? ძალიან გაგვიგრძელდა და მიხარია რომ გაგვიგრძელდა საუბარი, იმიტომ რომ თემაც საინტერესოა, მაგრამ არ მინდა რომ თქვენს გადაგღალოთ და შემდგომი მოწვევისთვის მე თავი შეიკავოთ კიდე 2-3 საათიანს გამაკეთებ. არა უშავს. არაფერი. არ არის პრობლემა მაგ დავზავ. ნახეთ რა გაგვთ სათქმელი ამ თემაზე რომ დაასრულოთ წინადება აზრი მიიყვანოთ ბოლომდე ისე რომ მე შეწყვეტა არ გამომივიდეს შეწყვეტა. არა, პრაქტიკულად ეს ყველაფერი ჩვენ საკმაოდ ხსად მოვიხილეთ ახლა. უბრალოდ ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ გარკვეულწილად მედია სტანდარტების თვალსაჩინით გაცილებით მაღალ სტანდარტებს რომ მივახციოთ და გაცილებით უფრო მაღალ დონეს რომ მივახციოთ და ეს ყველაფერი უპირველეს ყოვლისა ტელევიზიაში მისვლამდეც უნდა მოახერხოს და შეისწავლოს ადამიანმა სამწუხაროდ დღეს ძალიან სოფრო და უფრო მცირე რჩება ჟურნალისტური ფაკულტეტები აღარ აქვს კრედიტები ამ ფაკულტეტებს შესაბამისად უქმდება ძალიან ცოტა დარჩა ეს პოლიტიკა და ეს დამოკიდებულება რომ იცი რა ფილოლოგით შესანიშნავად იქნება და იმუშავებს ჟურნალისტად დადგება კადრში და დაიჭერს მიკროფონს არ მიმაჩნია სწორად იმიტომ რომ რა თქმა უნდა შეიძლება მე ფილოლოგისგანა ძალიან კარგი ჟურნალისტი დადგეს ამ არ ვამბობ უბრალოდ ის რომ ჟურნალისტი როგორც ასეთი აღარ გჭირდება ჟურნალისტი არ უნდა იყოს განათლება მიღებული ჟურნალისტად ადამიანი არ უნდა ისწავლოს ჟურნალისტური ტექნოლოგიები და ტელევიზიაში რაღაცა ელემენტარული ძალიან ისეთი ჟურნალისტური ბაზისით არ უნდა მივიდეს ეს არ მიმაჩნია სწორად და ამის მე პირადად ყოველდღიურობით ვსწავლობ ხოლმე და ყოველდღიურობაში ვსწავლობ და დავიხვეწო იმიტომ რომ მაგ პროფილით არ მისწავლი არ მე რაც ჩემ თავზე მოვყევი ხოლმე საერთოდ ჟურნალისტური განათლება ფილოსოფოსი ვისწავლე ყველაფერი იქ მაგრამ ნუ ეს ის დრო იყო როდესაც ჟურნალისტიკის ფაკულტეტებზე მიკროფონი, შტატივი არ არსებობდა და კამერა თუნდაც სამოყვარულო რო ესწავლათ ბავშვებს არ არსებობდა წარმოიდგინეთ რა 8 წელიწადი ვასწავლედი ჟურნალისტიკას და ფანქარს ვაჭერინებდი ხოლმე ხელში რომ მიკროფონის იმიტაცია გამეკეთებინა რა გამეკეთებია მაგრამ ხომ უნდა ამეხსნა არა რაღაცნაირ შესაბამისად და მე ტელევიზიაში მომყავდა იქ ჟურნალი ვაკეთებინებდი სიუჟეტს რომ მე თავის დროზე რო წავიდოდა სიუჟეტის გასაკეთებლად ტელევიზიაში რაღაცი წარმოდგენა ქონოდა და საკმაოდ ბევრისაც რა დღეს თურმე აღარ არის საჭირო ჟურნალისტიკა ეს არ არის სწორი ჩემის აზრით ეს ძალიან დაეთყო ზოგადად ჟურნალისტიკის ხარისხს და ჟურნალისტების ხარისხს დაეთყო ეს ძალიან მე პრაქტიკულად აი კარგი ესეთი თემატური სიუჟეტი ამ დენი წელია აღარ მინახავს არც ერთ არხზე. აი თემატური სიუჟეტი რასაც ქვია. თავისი თანამედროვე ჟურნალისტური საერთაშორისო ტექნოლოგიებით გაკეთებული. ხო, თავისი, ნუ ესეთი უცხოურ ტერმინებს არ გამოვიყენებ მაგ შემთხვევაში. აი მაყურებელს რომ აი რასაც დროებაში ვაკეთებით მაგალითად, ხო? სიუჟეტს, რომელიც ადამიანის, თქვათ, კონკრეტულ პროფესიაზე, ან კონკრეტულ ადამიანზე, ან კონკრეტულ მოვლენაზე ისე თემატურად ხსნიდით და ისე ხსნიდა ეს სიუჟეტი ამ ყველა დეტალს და ნიუანს ისე წარმოაჩენდა ვიზუალური მხარე იქნებოდა ეს ტექსტუალური მხარე იქნებოდა ეს თუ ასე შემდეგ რომ ამას ყველაფერს თავისი ტექნოლოგია აქვს და ეს ყველაფერი დაიკარგა იცი აღარ არის საერთოდ აღარავინ აღარ აკეთებს ამას დღეს სიუჟეტებს უყურებ და ამას სიუჟეტებს ეძახიან იწყება იმითი რომ
მიუშვერენ მიკროფონს რესპონდენტს, წერენ ინტერვიუს და ეს ინტერვიუ არ მთავრდება 2 წუთი, 3 წუთი. და ამ ინტერვიუზე გადაადებენ ვიდეო ხიდებს, ანუ პერებიუკებს რო ეძახიან. რას აკეთებს ეს ადამიანი, რაზეა საუბარი, სადაც ამბავი ხდება მოკლედ რა. არც ერთი სიტყვა ჟურნალისტის ტექსტის, არც ერთი სტენდაპი რომ ჟურნალისტმა რაღაცა დაგეგმა და რაღაცა იფიქრა რაღაც დაიმახსოვრა. არა, ინტერვიუ ჩაწერა გამოაცალეს ჟურნალისტური საშრომი გამოაცალეს. ინტერვიუ გრძელდება 2 წუთი, ან 5 წუთი, რამშველობა და გადაფარავენ სხვადასხვა კადრები და ეს არის სიუჟეტი. არც ამას რა დავარქვა. ჩვენ დროს ამის გამო გადაგვამტრევდნენ კასეტას თავზე. ხო, კასეტები იყო მაშინ. კი, ჩვენ VHS-ის კასეტები იყო. არა თუ DVD-კამის და დისკებამდე ბეტა-კამის VHS-ის კასეტები, რომელსაც ხანდახან პომადით ვაწებებდით ხოლმე, რომ გაწყდებოდა. ბატონო გიორგი, მოდი ესე ვთქვათ, 30 წელზე მეტი გავიდა. DVD-ის კასეტებიდან დღევანდელობამდე მოვედით, ხო? თქვენი აზრით, რა ვერ ისწავლა წარსულის გაკვეთილებიდან ქართულმა საზოგადოებამ და რა შეგიძლიათ უთხრათ ახალგაზრდებს, რომელსაც ომი, შიმშილი, უშუქობა, ის პერიოდი არ გაუვლია, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ და რა რჩევას მისცემთ საიმისოდ, რომ სამომავლოდ იგივე წრეზე არ წავიდეთ და იგივე შეცდომების გამეორება არ მოხდეს. პოლიტიკურად რაც არ უნდა ვეცადოთ, რომ ახალგაზრდების მასების ფსიქოლოგია, ემოციური ფონია, ქართველები ვართ და ქართველებს ემოცია გვახასიათებს ხოლმე და რამ უნდა შეძლოს და მოგვიხერხოს დატორმუზებას რო ვეძახით, მუხრუჭი რა უნდა იყოს ეგრეთ წოდებული. ხო, ეგ ძალიან რთული კითხვაა, სიმართლე გითხრა, ესეთი პანაცეა რო ვიცოდე, ასეთი გამოსავალი რო ვიცოდე, ალბათ თქვენ პოლიტიკაშიც ძალიან აქტიური იყავ. ანუ კი, მაგრამ ასეთი გამოსავალი ნამდვილად ძნელი საპოვნია, თუმცა ერთი რამ არის რა. აი ჩვენ დავიწყეთ იმაზე საუბრით, რაც მოხდა 90-იან წლებში და 35 წელიწადია, რაც საქართველოს არის დამოუკიდებელი, ხო? 35 წელი კიდევ ამბობს ერთი ქვეყნისათვის, ნებისმიერი ქვეყნისთვის არის, ნუ ზღვაში წვეთი. მით უმეტეს ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც ძალიან დიდი ხნის წინ დაეკარგა სახელმწიფოებრიობა, ხო? არ ჩავთვლი ხა იმ 3 წლიან პერიოდს, რაღაც განსაკუთრებულ გამოცდილებად არ გამოგვადგება, იმიტომ რომ ვერაფერი დიდი გამოცდილება და რაღაცა დაგროვილი რაღაცა გამოცდილება იმ პერიოდში ვერ მოვასწარი და ვერც მოვასწრებდი. და წარმოიდგინე პრაქტიკულად 2 საუკუნის დაკარგული სახელმწიფოებრიობა გქონდა და ბუნებრივია დამოუკიდებლად არსებობის და დამოუკიდებლად ცხოვრების, დამოუკიდებელ ქვეყანაში შენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე სწორად სანაბიჯების გადადგმის გამოცდილება გქონდა დაკარგული. 35 წელიწადია ამას აი საშინელი შეცდომების ჩვენს თავზე დატრიალებული წისქვილის ქვების ასე ვთქვათ ფონზე სწავლობთ, ხო? მაგრამ რაც თავარია სწავლობთ, იცი? აი ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება, რომ სწავლობთ. ნუ გასაგებია, რომ ეხა ეს 35 წელიწადი რო ყოფილიყო მე-18 საუკუნეში, შეიძლება და ვერც ვერაფრის სწავლა საერთოდ ვერ მოგვესწრო, იმიტომ რომ სხვა პერიოდი იყო. დღევანდელი 35 წელიწადი დღევანდელ სამყაროში, დღევანდელი ინფორმაციული, ასე ვთქვათ, საუკუნის პირობებში, დღევანდელი ინფორმაციის გაცვლის, გამოცდილების მიღების და ასე შემდეგ პროცესებში და პროცესების დინამიურობის გათვალისწინებით სწრაფადაც ვსწავლობთ. იმიტომ რომ ჩვენ მე რო და პრაქტიკულად წარმოიდგინე მახსოვს პირველი რეფერენდუმი რო ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით, მასში მაქვს მონაწილეობა მიღებული, იმიტომ რომ 16 წლისას დაუშვეს, მაშინ ნებართვა რომ მიგვეღო მონაწილეობა. და მივიღე მონაწილეობა. დამოუკიდებლობის მარტში რო იყო 31-ში. 31 მარტს ხო 90 წელს იყო, ხო 90 წელს იყო და მაშინ თუ არ ვწდები ვიყავი 16 წლის ხო. შესაბამისად წარმოიდგინე იქიდან მოყოლებული ყველა არჩევნები მახსოვს. აბსოლუტურად ყველა არჩევნები მახსოვს. ყველა არჩევნებში რაღაცა ფორმით მონაწილეობა მქონდა მიღებული. სუთავე 95-შიც კი უკვე დამკვირვებელი და წარმომადგენელი ვიყავი. რაღაცნაირ პროცესში ყოველთვის ვიყავი. მე ჩემი ჟურნალისტობიდან გამომდინარე ხო მუდმივად ვიყავი ამაში ჭართული და წარმოიდგინე და ვაკვირდები იმას, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობდით.
არჩევნებიდან არჩევნებამდე ძალიან დიდი გამოცდილებას ვიღებდით. რაც შეგვეშლებოდა და ძალიან ბევრი რამე გამოგრჩებოდა და რაღაცა მოვტყუდებოდით რომელიღაც არჩევნებზე, შემდეგ არჩევნებზე უკვე აღარ ვტყუდებოდით. თუმცა იქ ახალ ტყუილებს იგონებდნენ კიდე და მოსატყუებელს ბევრს ქმნიდნენ. მე იმას ვწავლობდით. მე შემდეგ უკვე არჩევნებზე უკვე იმას აღარ გვეღარგვატყუებდნენ, კიდევ რაღაც ახალს იგონებდნენ და მაგალითისთვის კარუსელები ავიღოთ. ხო, აი რას ლაპარაკობ, ჩემთვისაც კი ისეთი აღმოჩენები და გასაოცარი ტექნოლოგიები იყო, რომ ნუ არ ვიცი და პოლიტიკაში რომ ვიყავი, ხო საერთოდ გაოგნებული დავდიოდი ყოველი არჩევნებში. დარწმუნებული ვარ, სხვა იყო ჟურნალისტის თვალით დანახული პოლიტიკა და პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში უფრო სხვა სამხედველობა გაგიჩნდებოდა, სხვანაირი რაკურსით დაინახავდით ყველაფერს. რა თქმა უნდა, მე ძალიან ბევრი რამე ვისწავლე ჟურნალისტიკაში, ისეთი რომელიც მე გამომადგა პოლიტიკაში. და წარმოიდგინეთ, ძალიან ბევრი რამე ვისწავლე უკვე პოლიტიკაში, რომელიც გამომადგა ჟურნალისტიკაში. და ამ ფაქტის წინაშე რომ დავდექი და ჩემი თავი რომ დავაყენე და მივხვდი რომ როგორ დამეხმარა თქვა სიტყვაზე პოლიტიკური პროცესებში ესეთი ჩართულობა გარკვეულწილად ჟურნალისტიკურ პროცესში დღეს სასიამოვნოდ გაკვირვებულიც კი დავრჩი მინდა გითხრათ. და შესაბამისად წარმოიდგინე აი ამ გამოცდილების დაგროვების ფორმატში ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ და ძალიან გავიზარდეთ. ერი გავიზარდეთ ძალიან სერიოზულად ამ 35 წელიწადში. რო გაიხსენოთ ეხლა და ნუ მე შემიძლია გავიხსენო 90-იანი წლები, რა დონის პოლიტიკური პროცესები იყო, რა განცხადებებს, რო აი არქივში რო შეხვიდე და მოისმინო რა განცხადებებს აკეთებდნენ ჩვენი იმდროინდელი პოლიტიკოსები, შეიძლება დღეს მოკვდეს სიცილით. და ვერ გადარჩე, ისეთი სასაცილო იყოს, ხო? ისეთი აი არაადეკვატური საერთოდ სამყაროსგან მოწყვეტილი, მაგრამ ნუ ეს ყველაფერი გასავლელი იყო, ეს აუცილებელი იყო. არავინ არ დაბადებულა თავიდანვე იმათ, რა ქვია, გამოსილ პოლიტიკოსად და ტალეირანად, ხო? ყველა ნელ-ნელა აი ამ გზას გავდიოდით. ეხლა ყველაზე მთავარი ეცი რა არის? მთავარი არის ის, რომ ის რაც ჩვენ გავიარეთ, ცუდი დღეს ჩვენი თაობაა, ჩემი თაობაა ხელისუფლებაში და ჩემ თაობაზე არის პასუხისგებლობა ამ ქვეყნის პოლიტიკაზე და ამ ქვეყნის, ასე ვთქვათ, ხვალინდელ ბედზე. ამიტომ ჩემ თაობაზე არის დღეს უზარმაზარი პასუხისგებლობა აღარ მოხდეს იმ შეცდომების დაშვება, რაც ჩვენ დავუშვით და რაც დავინახეთ, რომ იყო დაშვებული იმ წლებში. 90-იანებს გულისხმობ, პირველეს ყოვლისა, ხო, ჩვენი დამოუკიდებლობის პირველ ეტაპებს. ეს არის უპირველეს ყოვლისა უმნიშვნელოვანესი. აღარ უნდა დავუშვათ და რაც თავარია პარალელურად უნდა მოვახერხოთ ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენ შემდგომ თაობას, რომელიც ჩვენ შემდეგ მოვა ქვეყნის გადამბარებელი თაობა. ამ ქვეყნის სათავეში, ხო? უნდა აუხსნათ, რომ ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებთ, რომ ვითვალისწინებთ შეცდომებს, ვითვალისწინებთ გამოცდილებას, საკუთარს, რა თქმა უნდა, და ვითვალისწინებთ სხვის გამოცდილებას. და აი ამის საფუძველზე ვავდგამთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებში შემოვალ ნაბიჯებს. და ძალიან კარგად უნდა აუხსნათ. მე აი წარმოიდგინეთ ძალიან ხშირად ვხედავ რამხელა პრობლემა დგას ჩვენი ახალგაზრდა თაობის თვალსაჩინით იმ შეცდომების არ გამეორების თვალსაჩინით. ისტორია არიციან, ბატონო გიორგი, უახლესი ისტორიის ხშირად მეუბნებიან ხოლმე, რომ რა საჭიროა ამდენი გამეორება იმისა, რა უბედურებად გვჭირდა იმ 9 წლის განმავლობაში. აი, ხანდახან იცით მეც ხელში მაქვს ამოსული უკვე იცით აი ამ მარაზმზე საუბარი, რაც იმ 9 წლის განმავლობაში ხდებოდა. მაგრამ მე რო დაფიქრდები და უცებ ჩემი შვილის თაობას რო დაველაპარაკები და ჩემი შვილის თაობის წარმომადგენლებში რო ვხედავ, რომ საერთოდ მათთვის არავითარი მნიშვნელობა იმას არ აქვს, თუ რამხელა პრობლემა, რა უბედურება გადაიტანა ქვეყანამ, რომ ეს ყველაფერი რაღაცა როგორც ჩემთვის იყო, ბებია ჩემის მოყოლილი 40-იანი წლების დასაწყისში ომის რეალობა. აი ეს რაღაცა ზღაპარი. უცებ ბევრჯერ დამიფიქსირებია, რომ ამათთვისაც ის ყველაფერი როგორ ხოცავდნენ აქ ახალგაზრდებს, როგორ აწამებდნენ ხალხს, როგორ ახევდნენ ბიზნესებს, როგორ ისე ვქია ხრეტდნენ ადამიანებს ნავში და აგდებდნენ წყალში. იცი როგორ უყურებენ? რაღაცა წარსულში, ოდესღაც, სადღაც რაღაცა მოხდა
რომელიც აღარ განმეორდება, გესმის? და როგორც კი ეუბნება, აუ, კარგი რა, ისევ მაგაზე ველაპარაკები? ძალიან არ მინდა მაგაზე ლაპარაკი. საერთოდ აღარ მინდა, ყელში მაგ გამოსულ. იმ პერიოდში მაგრამ უკვე მაგამდე მოვედით რომ ლაპარაკი ამაზე 24 საათი და ეხა კიდე მაგაზე ლაპარაკი ყველაზე მეტად მე არ მინდა და ძალიან ბევრ ჩემი თაობის წარმომადგენლებს აღარ უნდა ამაზე საუბარი. მაგრამ რო ხედავ რომ ამ საშინელების პერსპექტივა ისევ ფეთქავს სადღაც რო ხედავ რომ ამ რევანშიზმის მიმართულები დარაზმულია უზარმაზარი ძალები, ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფი ძალები, უზარმაზარი ფინანსური რესურსი, უზარმაზარი ეს ქვემძრომი პოლიტიკური დინებები, რო ხედავ რომ ამის ყველაფრის დაბრუნების შანსი რეალურია თუ მოდუნდები და ყურადღებას მოადუნებ და ამ ყველაფერს აღარ მიაქცევ ყურადღებას და ამ ყველაფერზე აღარ შეებრძოლები ამას ყველაფერს, მე მინდა თუ არ მინდა მაგ ვიღაცა ინტერესებს, საჭიროა და მორჩა. ამიტომ კიდე უნდა აუხსნა და უნდა განუმარტო. ამიტომაც ძალიან კარგია დღეს ახლა აი მეორე საათია თუ მესამე საათია ვსაუბრობ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ და კიდე ჩემზე მეტი გამოცდილების და ჩემზე მეტი იმ პერიოდში კონკრეტული დეტალების მცოდნე ადამიანებმა უნდა მოყვნენ რა უბედურებები ხდებოდა იმ 90-იან წლებში რა გამოვიარეთ. ხო ძალიან ბევრია ესეთი ადამიანი რომელმაც ვთქვათ ესეთი ნიუანსები მის ყველა თაობა მყავდა ამ თემაზე ამ ომის საკითხებთან დაკავშირებით ომში რა ხდებოდა რა უბედურებები მებრძოლები, სამხედრო ექიმები, ყველა მყავდა თითქმის ეს თქმა. წარმოიდგინე 12 წელია, 14 წელია უფრო სწორად, პირველი 14 წელია ჩვენს ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ, რომ არ მომხდარა ომი. ომი რასაც ქვია. ამის საფრთხე არ არის განეიტრალებული ბატონო. არა, რა თქმა უნდა, არა. ის რაც 99 წლის შემდეგ იყო. წარმოიდგინე. ერთობა 9 აპრილის პერიოდში რა ერთობაც იყო და უცებ ჩამოიშალა და ხალხში მტრობა გაჩნდა და თქვენი თქმის არ იყო სამეგობრო სუფრაზეც კი ვერ სრულდებოდა საუბარი პოლიტიკაზე როცა დაიწყებოდა კამათი და ჩხუბი იწყებოდა ისე ვერ სრულდებოდა. დღევანდელი რეალობაც ახალგაზრდების ეგ გვაქვს მე ვხედავ ყოველდღიურობაში ამ ყველაფერს და საფრთხე ძალიან დიდია. მაშინ ჩვენ ამ ყველაფრის გაკონტროლება ვერ შევძლებთ. მე რა ჩემ უფროსმა თაობამ რომელიც მაშინ აკრავდა პოლიტიკას ვერ შეძლო. ანუ ჩემი მამების თაობა მოდი ასე ვთქვათ, ვერ გაანეიტრალა ის საფრთხეები, რომელიც მაშინ ჩვენი ქვეყნის წინაშე იდგა. ნუ გამოუცდელობის გამო არ იცოდნენ ბევრი რამე ეხლა და ვერც მოეთხოვებოდათ რომ კიდე თუ არა უნდა ცოდნოდათ ეხლა კომუნისტური ეპოქიდან უცებ გადმოსულებს ამ რეალობაში ხო უნებრივია და ვერ მოხერხდა ამ ყველაფრის თავიდან აცილება და მივიღეთ ის შედეგი რომ ყოველ 4 წელიწადში ომი გქონდა ჯერ ცხინვალის ომი გქონდა ხო 90-ში მე 93-ში დავამთავრეთ აფხაზეთის ომი მე 98-ში გალის ამბები ქონდა მოვლენები ხო არც გახსოვთ თუ არა მე 2004-ში ცხინვალში უბედურება და ჩვენი დამცირებული და დაჩოქილი პოლიციელები და იდიოტობა მე 2008-ში კიდე 4 წელიწადში ამხელა აგვისტოს ომი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ქონდა ომები და ვერ ვირიდებდით ამ ომებს თავიდან პირველი 14 წელიწადია მაგიტომ ვამბობ რომ ეს არის ის პერიოდი როცა ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ომი არ მოგვივიდა და 14 წლიანი მშვიდობა გვაქვს. ძალიან ბევრი საფრთხით. გეთახმები აბსოლუტურად. უზარმაზარი საფრთხით. და არც ერთი ის საფრთხე ბოლომდე განეიტრალებული არ არის. და ამას ალბათ კიდე მრავალი წელი დაჭირდება ამ ყველაფრის განეიტრალებას. მაგრამ მთავარი არის ის რომ ჩვენ მუდმივად უნდა ვისაუბროთ და მუდმივად უნდა ვესაუბროთ ჩვენ ახალგაზრდა თაობას, რომელიც ჩვენ შემდეგ მოვა საკმაოდ სერიოზული ამბიციით რომ ამ ქვეყანაზე პასუხისგებლობა აიღოს და მათაც სწორედ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის რომ ეს შეცდომები აღარ გაიმეორონ რაც მათი ბაბუების თაობამ დაუშვა ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენ რომ ეს ყველაფერი ვიცით ანუ მათ უნდა გადავაბაროთ ისეთი ჯაჭვი რომელ რგოლსაც რო ჩააბამენ თავის რგოლს ის რგოლი დამღუპელი არ იყოს არ გაწყდეს გესმის და კიდევ ომში არ აღმოჩნდეს ეს ქვეყანა იმიტომ რომ 14 წელიწადი რაღაცა სტაბილურად რაღაცა მშვიდად რო გავიარეთ ერთი ომი ჩათვალე რომ გადაგვისთვის კიდე დაახლოებით 10 წელი. გიორგი, ერთი მნიშვნელოვანი კითხვა დამრჩა თქვენი გამოცდილების იმედი მაქვს ამ კითხვას როგორ უპასუხეთ, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ 1-5 წუთი კიდე დავჭირდება ამ კითხვის პასუხისთვის, თუ მეცაც მოითხოვთ, ჩემთვის პრობლემა არ არის.
ქართულ პოლიტიკაში ხშირად ხედავ ტენდენციას, როდესაც პოლიტიკური ალიანსის გამყარება თუ გუნდურობის უზრუნველყოფა პირადი ოჯახური კავშირებით ხდება, იწყება ნათლობები, ნათელმირონობით სრულდება. ამის კონკრეტული მაგალითს ვიტყვი ერთ-ერთ სააკაშვილი, დავითაშვილის მაგალითი, ხო? და როდესაც მე უკვე პოლიტიკური სიტუაცია ირევა ხოლმე და გუნდში რაღაც განხეთქილებებია, ყველას ავიწყდება ნათელმირონობის ურთიერთობა, ნათესაური კავშირები და მიდის ერთმანეთის გაწირვა. ეს ქართული პოლიტიკის მანკიერი ხი არის მხოლოდ და პრაქტიკა თუ მსოფლიო პოლიტიკაში, სადაც მართლმადებულ სახელმწიფოებია და ნათელმირონობა არსებობს, თუ გაგიგიათ ეგეთი პრეცედენტი სადმე რომ მომხდარ იყოს. სიმართლე გითხრა, არ დავკვირვები ვარ სადღაც სხვაგან ამდაგვარ ნიუანს არ მომხვედრია ყურში და რაღაცა არ გამიგონია. იცი, იდეაში ის დამოკიდებულება ვინ შეიძლება ამ ყველაფერს დაორგანიზებდეს, ვინ ქმნის ამ ურთიერთობებს, სისტემა ორგანიზებს ამ კავშირებს თუ რა ხდება საერთოდ? ნახე, ეს ხო ჩვენი ცხოვრებისეული, ტრადიციული რეალობაა. ნათელმირონობა, ჩვენ ხო ეგეთი ადამიანები პოლიტიკური ჯგუფი იკვრება 2-3 დღის გაცნობილები ერთმანეთს ბავშვებს ანათლინებენ და მერე უკვე ჩვენ ნათელმირონობის კიდე სხვანაირი ტრადიცია გვაქვს, ვიდრე თუნდაც სხვა მართლმადიდებლურ სახელმწიფოებში. იმიტომ რომ მე არ ვიცი კიდე რომელიმე ქვეყანაში თუ არსებობს 2 და 3 ნათლია ერთი ბავშვისა დედის მხრიდან, 2 და 3 ნათლია ერთი ბავშვის მამის მხრიდან და ასე შემდეგ. ხო, ვისი არათუ შემსწრე, არამედ მონაწილეც კი არაერთხელ ყოფილა პირადად მე. და საქართველოში ეს ყველაფერი ნორმაა, ეს სტანდარტია. ჩვენ ყველაფერი რაღაც მიმართულებით რაღაც განსხვავებული ვიცით. ჩვენ ხო მეგობრობაც განსხვავებული ვიცით არა ქართველებმა. უცხოელები, ძალიან ბევრი უცხოელი მინახავს, რომელიც საქართველოში ჩამოსულა და აქ დარჩენილა საცხოვრებლად იმის გამო, რომ ადამიანური ურთიერთობები როგორიც აქ არის, სხვაგან არცად არ არის. ასე თulis და ვერ ნახავ მაგრამ უარყოფითი ძალიან ბევრია, ხო, პოლიტიკას ვისაც ეხება საქმე, ძალიან მანკიერი მხარეა ეს პრაქტიკაში. აი, მაგისკენ მივდივარ, მაქსიმალიზმისკენ მივდივარ სწორედ. იმიტომ რომ ჩვენ მეგობრობა ვიცით არანორმალური. ხო, მეგობრობა ვიცით ძალიან მეგობრობა ვიცით ასე თქვათ შეუზღუდავი რაოდენობით, შეუზღუდავი დროით, მუდმივი 12 საათზე, ღამის 4 საათზე, დილის 7 საათზე, ნების თქვათ რაღაცაში რო გჭირდება მეგობარი და რაღაცაში რო ჭირდები, არ ეკითხები რატო, რისთვის მიდიხარ და აკეთებ. მე სოფლიოში ეგეთი რამე სხვაგან არ ვიცი. და ბუნებრივი ამან გამოიწვია ის, რომ ეს ჩვენი ძალიან დიდი და განსაკუთრებული მძაფრი მეგობრობა გვინდა გადავზარდოთ მერე ნათესაობაში ხოლმე. ერთადერთი საშუალება ამისი ნათესაობაში გადაზრდისა არის ის, რომ ნათელმირონობით დაუკავშირდე, ხო? ამიტომ და პოლიტიკაში ამან კიდე გარკვეულწილად კიდე დამატებითი ფორმებიც მიიღო სავარაუდოდ ალბათ, როდესაც რაღაცა გარკვეული არ მინდა ხა ყველას დავუბრალო ეს რა თქმა უნდა, მაგრამ არის ალბათ შემთხვევები, როდესაც მერკანტილური მიზნებით ხდება ეს ნათელმირონობა, თქვათ რაღაცა იქ რაღაცა თანამდებობით უფროსთან და დანათესავების რაღაცა კონტექსტი და პოლიტიკა კიდე ისეთი რამ არის ძალიან არაპროგნოზირებადი წარმოუდგენლად არაპროგნოზირებადი მოვლენა არის და ასე თქვათ სფეროა. და მე უცებ აღმოჩნდება რომ ნათელმირონები სულად სხვადასხვა პოლიტიკურ მხარეს აღმოჩნდებიან. მე აღმოჩნდება რომ ეს პოლიტიკური დაპირისპირება და ეს კონფრონტაცია სწორედ ისეთივე ზიზღის და საშინელი დაპირისპირების სახეს იღებს, აი 90-იან წლებში მეგობრებს დაბადების დღის სუფრას რო არ გვამთავრებინებდა და ერთმანეთზე გადამკვდარი და ძალიან გვერდში მდგომი მეგობრებიც კი ხოცავდით ერთმანეთს პოლიტიკური თემებით. გამიგე? ფოტოშოპის დღესაც და უამრავია მასეთი ფაქტი. სამწუხაროდ. აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი მე აღმოჩნდება რომ ვიღას ახსოვს ნათელმირონობა. ვიღას ახსოვს რომ დანათესავება ხდება. იქ უკვე სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში გადადის და ვინ ზარალდება ამ სიტუაციაში? რა თქმა უნდა, თავისთავად ნათელმირონობა და ძალიან კარგია, როდესაც და მივესალმები ერთნიშნულად, როდესაც ჩვენმა ეკლესიამ უკვე დაიწყო გარკვეულწილად ამ საკითხის დარეგულირება და შემოიღეს გარკვეული, ასე ვთქვათ, წესები, კურთხევა, რომ არ შეიძლება ადამიანს ჯერ ერთი ყავდეს იქ 10 და 15 და 20 ნათლული ეს ერთი, მერე არ შეიძლება ადამიანს ყავდეს ახალგაზრდა
თქვა მოსანათლ ბავშვს ყავდეს 4 ნათლია, ხო? უნდა ყავდეს 1 ნათლია, რომელიც აიღებს ამაზე პასუხისგებლობას. მერე გარკვეულწილად კიდე არის ის მომენტები, რომ რაღაცა გარკვეული ვალდებულებები და პასუხისგებლობები მოეთხოვება ნათლიას. არა მარტო იმიტომ უნდა იყოს ნათლია, რომ ეხლა მამის ძმაკაცი და კლასელი იყო. არამედ შეიძლება იმიტომაც, რომ ცოტა უფრო მეტი ესმის საეკლესიო საკითხებში და გარკვეულ წესებში, რიტუალებში და ბავშვს წელიწადში ერთხელ ზიარებაზე მაინც წაიყვანს, ხო? თავის ნათლს და არა მარტო 19 იანვარს დაელოდება იმას რა ქვია. მისგან მოლოცვას. მოკლედ, ბევრი ნიუანსია მაგ თვალსაჩინით და ალბათ ეს ყველაფერი მაინც ჩვენი აი ამ მაქსიმალისტური ტრადიციების დამსახურებაა. თუმცა ძალიან არასასიამოვნო სანახავია, როდესაც ნათლი მირონები მერე ერთმანეთს ხოცავენ, აი ეს მაგალითი თუნდაც რაც მოიყვანე, ძალიან ძიმე იყო და ძალიან ბევრი სხვათა შორის მასეთი რამ გარდა მაგ შემთხვევისა კიდე ცნობილი ფაქტია. ერთი ცნობილი ფაქტი იყო ისეთი, რომელიც მთელ საზოგადოებას ახსოვს და მაგიტომ მაგალითად თვითონაც არაერთხელ უხსენებიათ ერთსაც და მეორე ხონებულკობასაც არაერთხელ ხსენებია ეგ ამბავი მისი ნათელმირონობის საკითხი და იმიტომ გაოგნებული იყო ძალიან ბევრი აი ამ მისი ნათლი მამის თუ ნათლის რაც ქვია ხა იმას სააკაშვილი რაც იყო მისთვის მისი არაადეკვატურობის და მისი მხრიდან აი ამ ურთიერთობის გადახაზვის და მაპატია და ფეხებზე დაკიდების და ასე შემდეგ და ეს კობა კიდე ძალიან ემოციური ადამიანი იყო, ძალიან გულწრფელი ადამიანი იყო და გულწრფელად გამოხატავდა და ამბობდა რომ პროსტო ესეთი რამე მისთვის არის წარმოუდგენელი იყო და შეუძლებელი იყო მისთვის ესეთი რამე და ამიტომაც გულწრფელად ამას რაღაცა მტკივნეულად ახსენებდა ხოლმე. თორკინ მაგიტომ ამბობ რომ უამრავი ესეთი ფაქტია კიდე, როდესაც დღეს ნათელმირონები არიან სადაცვა მხარეს და დანასისხლად არიან ერთმანეთზე გადაკიდებული და საერთოდ არავის არ ახსოვს იქ წმენა ეკლესია და ის პასუხისგებლობა, რომელიც ნათელმირონობას ახლავს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი, საინტერესო. დიდი მადლობა თქვენ. თუ იყო საინტერესო იმედია რაღაცა. არა, კი, ნამდვილად ინფორმაციული იყო. Facebook-ზეც, YouTube-ზეც ამაღამ გამთენიას უკვე დაიდება. ტელეფონით ვაკეთებ, იმიტომ რომ თაში ვარ და ინტერნეტის სისწრაფიდან გამომდინარე ვერ შევძლებ, მაგრამ გამთენიას აუცილებლად იქნება. თუ სურვილი გექნება თქვენც მოგნიშნავთ ან ლინკების სახით გამოგიყვანოთ. მადლობა, მშვიდობიან ღამეს გისურვებ, მშვიდობიან საბა მადლობა და კარგად, აბა წარმატებები. აბა კარგად. და დიდი მადლობა მაყურებელს, რომელმაც გაგვიძულამდენი ხანი. არა, სტაბილურად იყო ძალიან ბევრი ადამიანი, მოდით ბარეთ. ძალიან დიდი მადლობა. გარედან რა რაოდენობა გვიყურებდა, ეგეც ვნახოთ. გარედან გვიყურებდა 6700 ადამიანი, პლუს დამატებული ამას შიგნიდან მაყურებელი 150-ზე 160-ზე ადიოდა, ჩამოდიოდა. არ არის ცოტა. გარედან ყველას როცა არ უნდა გამოჩენა. ძალიან დიდი მადლობა. ნახვამდის. გაიხარეთ, აბა კარგად, აბა კარგად. მადლობა მაყურებელს აქტიურობისთვის და დროებით გემშვიდობებით.